გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის, დაფასებისთვის. მივესალმები, მე მგონი ონლაინაც გვესწრება საზოგადოება. მე წარმოგიდგენთ ჩემს თავს პირველ რიგში, ქეთი გახლავართ სილაგაძე, ვარ ფსიქიატრი, როგორც ბავშვთა და მოზარდთა, ასევე დასრულთა მექიმი ფსიქიატრი. ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო თემას ვეხები და სხვათა შორის მინდა გაგიზიაროთ, სანამ გადავალ უშუალოდ ამ თემაზე, რომ როდესაც შემომთავაზეს ეს თემა ძალიან განსაკუთრებულად მძიმე დღე მქონდა. ფსიქიატრებს გვაქვს ესე ხანდახან მიეწყობა ხოლმე და ესეთი განსაკუთრებულად მძიმე დღე იყო, როცა ლიზამ დამირეკა და იქნებ ქეთიო, ერთი თემა წაიკითხო ჩვენთან და რა თემას ეხება მეთქი და დასვენება და ფსიქიკა ეგრევე დავთანხმდი რა, რომ მეოთხარი მოვამზადებ მაინც და გავიხსენებ, რომ ეს მნიშვნელოვანი არის, თქო და იმის მერე ესე იგი ველოდები, რომ როდის დავიწყებ იმიტომ რომ ეს ამ თემაზე არ მისაუბრია ესე არასოდეს საჯაროდ მე ფსიქიატრიაში ვკითხულობ ლექციებს და სამწუხაროდ არა გვაქვს ფუფუნება ამ მის განმავლობაში, კურაციის განმავლობაში, რომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვან, მაგრამ ერთი შეხედვით ფსიქიატრიასთან პირდაპირ დამოკიდებულ თემებს, არ დამოკიდებულ თემებს რომ შევეხოთ და ამიტომ განსაკუთრებით მიხარია, რომ მეძლევა საშუალება დღეს თქვენთან ერთად კიდევ მეც გავიხსენო ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და თქვენც აგიხსნათ რამოდენიმე ძალიან ისეთი შეიძლება ეს ძალიან კარგად იცით, მაგრამ რაღაცა თავი მოუყაროთ მოკლედ ამ ინფორმაციას და ამ მასალას დასვენების შესახებ. პირველ რიგში მოკლე ჩონჩხს გავაკეთებ იმისა თუ რაზე გვექნება ჩვენ საუბარი და რას განვიხილავთ, ესე იგი ეს იქნება დასვენების განმარტება და მნიშვნელობა, ბუნებრივია ფსიქიკურ ჯანმრთელობის ცხოვრებაში, დასვენების ტიპებს შევეხებით, აუცილებლად გადაწვას და რას ნიშნავს ეს გადაწვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მსმენია ეს სიტყვა, ხო, ეხლა მე მაქსიმალურად ვცდილობ და ამ ლექციის დროსაც შევეცდები, რომ ხშირად არ გამოვიყენო ეს უცხო სიტყვები, მაგრამ ხშირად ჩვენი განსაკუთრებით მოზარდი თაობა იყენებს ამ სიტყვებს და ამიტომ უბრალოდ განმარტებასაც აუცილებლად მოვაყოლებ, მაგრამ აი ეს burn-out-ი, ხო, ხშირად ამბობენ მოზარდები, რომ აი burn-out-ის მდგომარეობაში ვარ და ამიტომ ხას უსვამ ხოლმე, რომ რაღაცა ჩვენი ყურიც ხანდახან მეჩვენებს, რომ თავიდან სანამ რაღაცას მივეჩვეოდი ხოლმე, მე ვეკითხებოდი, რომ აი ეს არ ვიცი მე რა არის და იქნებ განმიმარტოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ასაკით არ ვარ. ეს გადაწვა, მნიშვნელობა აუცილებლად შევჯერდები, იმიტომ რომ ვიცი, რომ აუდიტორიაში სხედხართ მოზარდების მშობლები და ამიტომ განსაკუთრებულ ფოკუსს გავაკეთებ და ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარეც მე როგორც გითხარით უკვე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი ვარ და ამიტომ განსაკუთრებულად გავაკეთებ გარკვეულ აქცენტებს მოზარდების შემთხვევაში დასვენების მნიშვნელობაზე. რა ფსიქიკურ დარღვევებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გადაწვამ, ხო? ამას მიმოვიხილავ და რა თქმა უნდა მაქსიმალურად შევეცდები, რომ გარკვეული ისეთი ზოგადი, რა თქმა უნდა, გამიჭირდება რაიმე კონკრეტული, მაგრამ ზოგადი, მაგრამ პრაქტიკული რეკომენდაციებით დავასრულო დღევანდელი შეხვედრა. პირველი ნაწილი ჩემს მოხსენებას დაეთმობა და შესვენების შემდგომ იმედია, რომ თქვენს გამიზიარებთ თქვენს შეკითხვებს დაკავშირებულს დასვენებასთან, ან გადაღლასთან, ან ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მოკლედ იმედია, რომ ამ თემით დაინტერესდებით. ესე იგი, როდესაც დასვენებაზე ადამიანი ფიქრობს, განსაკუთრებით დღევანდელ ცხოვრებაში, ხომ? რატომღაც ძალიან ხშირად უჩნდება განცდა მიუწვდომელისა, რომ ეს არის რაღაცა სანატრელი, მიუწვდომელი და ერთის მხრივ უჩნდება ეს შეგრძნება ფონურად ან შეიძლება პირიქით ძალიან წინა პლანზე მოდის, რომ თითქოს რაღაცა დანაშაულებრივი შეგრძნება, რომ დანაშაულია რომ დავისვენოთ, ხო? და ძალიან ხშირად დასვენება ადამიანებისთვის ასოცირდება არაფრის გაკეთებასთან, უსაქმურობასთან, ხო? რაც ძალიან უშლის ხელს მის სწორად გაგებას, სწორად შეფასებას
და შესაბამისად სწორად განხორციელებას, ხო? არავით არ შემთხვევით საკმაოდ ხშირად თანამედროვე ეს იქნება პოდკასტები, გადაცემები თუ რაიმე ლიტერატურა, მათ შორის სამწუხაროდ რიგ შემთხვევაში სამეცნიერო ლიტერატურაც, ხო? რატომღაც მაქსიმალურად ხას უსვამს იმ საკითხს, რომ პროდუქტიული არსებობა ეს ნიშნავს შეჩერების გარეშე იყო მუდმივად აქტიური, ხო? მაგალითად ამას წინათ უსმენდი, ეხლა ძალიან პოპულარული გახდა ეს პოდკასტები და მეთანხმებით ყველამ გადაწყვიტა რომ რაც ცუდი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ინფორმაციის გაზიარების ერთ-ერთი საშუალებაა და ახალგაზრდებიც განსაკუთრებულად ახალგაზრდები უყურებენ, იმიტომ რომ უჭირთ ხომ ახალგაზრდებს ეს დიდი ტექსტების წაკითხვა, დიდად კონცენტრაციაც გართულებულია და ბევრი სხვა კიდევ მიზეზი არის და შემეცნებითად უყურებენ, ხო? ანუ ამ ადამიანებს უსმენენ და ჯერათ მათ და ერთი თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ისაუბრებ, რამდენად დარწმუნებით ისაუბრებ, ხო? და ერთი უბრალოდ შემხვდა შემთხვევით, ახლა არ მიყურებია თავიდან ბოლომდე, მაგრამ გავჩერდი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისეთი დარწმუნებით და დამაჯერებლობით აზიარებდა აი ამ აზრს, რომ მას მე მაგალითად ამბობდა, დასვენება საერთოდ არ მჭირდება. და ეს წამყვანიც, რომელიც მას ამ ინტერვიუს ართმევდა თუ იყო პოდკასტის წამყვანი, აღფრთოვანებით იყო აი ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ, რომ ეს არის სრულიად ფანტასტიკური, იმიტომ რომ ამ ადამიანს დასვენება საერთოდ არ სჭირდება და რაც მთავარია ის საუბრობდა, შევჩერდი მე ამ ადამიანს მოусმინე გარკვეული დროის განმავლობაში, რამდენიც მეყო დრო და ნერვები და ეს ადამიანი ამ ფრაზას, რომ მას დასვენება არ სჭირდება, ერთ-ერთ რეცეპტად ცდილობდა, რომ შემოეთავაზებინა შენთვის, რომელიც არის წარმატების მიღწევისათვის, ხო? საკმაოდ სახიფათოა მსგავსი რამ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დასვენება ეს არ არის პროდუქტიულობის საწინააღმდეგო მდგომარეობა. ეს არის პროდუქტიულობის აუცილებელი წინაპირობა. და ეს არ არის რაღაც ესეთი შაბლონური უშინაარსო ფრაზა. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ კლინიკური სპეციალისტები, რომლებიც ვმუშაობთ სწორედ ფსიქიკურ დარღვევებზე, პრობლემებზე, რიგ შემთხვევაში არაფსიქიკურ აშლილობებზე, მაგრამ ჩემი კოლეგა ფსიქოთერაპევტები ისეთ მდგომარეობამდე, რომელსაც ჯერ არ დამდგარა ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემა სახეზეა, ხო? და ძალიან ხშირად ვაწყდებით სწორედ იმ სიტუაციას, სადაც დასვენება არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი, ხომ? და მეტიც ადამიანს რო ვეკითხებით ამაზე, ხომ? იმდენად უარობს, რომ აი მისთვის ასოცირდება ეს, რომ არა, ახლა ამას ან როგორ ვიკადრებ, ან ამ დანაშაულს როგორ ჩავიდენ, ხომ? და შესაბამისად მივდივართ აბსოლუტურ პროდუქტიულობის დაქვეითებამდე და რიგ შემთხვევაში ფსიქიკურ პრობლემებამდე, რომელსაც მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით. როგორც გითხარით, მუშაობის და აქტიური ყოფის, აქტიური პროდუქტიულობის არც საპირისპირო მდგომარეობაა და მეტიც არც ხელისშემშლელი მდგომარეობაა ეს დასვენება. კარგად დავიხსოვოთ, რომ ეს არის ამის წინაპირობა. თუ ადამიანი ფსიქიკურად და ფიზიკურად დასვენებული არ არის, მისი პროდუქტიულობის ხარისხი არის დაბალი. ხანდახან ეს იმ წუთშივე არ ჩანს. ანუ ეს შედეგი განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანთან, ხომ? როდესაც ისედაც რესურსით გააჩნია, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, მაგრამ რესურსით, როდესაც არის დატვირთული, ხომ? ეს შედეგი, გადაღლის შედეგი, ეგრევე არ ჩანს. და ამიტომაც ხშირად უთამამდება ადამიანი, რომ მე არ მჭირდება დაუშვათ დასვენება, მაგრამ ეს შედეგი აუცილებლად რაღაც პერიოდში დადგება. და ეს პერიოდი, აი დამერწმუნეთ ამასაც ჩემი პრაქტიკიდანაც და ისედაც რაც წამიკითხავს, რაც მინახავს შემთხვევები, ხომ, რაც ჩემი კოლეგების გამსმენია, ყოველთვის უდროო დროს გამოჩნდება. არასოდეს არ გამოჩნდება ისეთ დროს, როცა აი ველოდი, რომ ეხლა მე ეს დამემართებოდა. ყოველთვის მოულოდნელად და ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ნახავს ამ პრობლემას. ცოტა ბიოლოგიურ ნაწილსაც რო შევეხო, ხა შევეცდები, რა თქმა უნდა, რომ
რაღაცა რთულად არ გესაუბროთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ, რომ ჩვენი აი ეს ფსიქიკა და მათ შორის ეს ნერვული სისტემა ის რაც საჭიროებს, ასე ვთქვათ, აი ამ საწვავს, რომელიც წარმოვიდგინოთ, რომ არის დასვენება. ფუნქციონირებს, მოკლედ, აი ამ ავტონომიური ნერვული სისტემის ხარჯზე, რომელსაც აქვს რაღაც ესე რომ წარმოვიდგინოთ ორი რეჟიმი, ხო? სიმპათიკური რეჟიმი და პარასიმპათიკური რეჟიმი, ხო? ეს სიმპათიკური რეჟიმი ორივე აუცილებელია, ხო? ეს სიმპათიკური რეჟიმი ჩაირთვება მაშინ, როდესაც ადამიანი არის რაღაცა სტრესულ სიტუაციაში, არის გადაძაბულ სიტუაციაში. მათ შორის არის აი ისეთ მიეწყობა ისეთი მოვლენები, როდესაც ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს და პირიქით უნდა იბრძოლოს და ბრძოლის უნარიანი იყოს და რაღაც საფრთხეს ხედავს და აი ამ საფრთხეს რაღაც უნდა გაუმკლავდეს. ახლა ფიზიკურ საფრთხეზე რა თქმა უნდა აქ საუბარი არ მაქვს, მაგრამ ხანდახან ესეც არის, ხო? მაგრამ ისეთ ემოციურ საფრთხეს გულისხმობ, ხო? რომ უნდა ამოიცნოს რაღაცა გამაფრთხილებელი ნიშნები და შესაბამისად ამაზე ირეაგიროს. ესეთ დროს ადამიანის აი ეს ავტონომიური ნერვული სისტემა გადადის აი ამ სიმპათიკურ რეჟიმში და ესეთ დროს მობილიზება ხდება ბიოლოგიურ დონეზე და გამოყოფა ისეთი ნივთიერებების და ჰორმონების, რომელიც აი ამ ზესიფხიზლის მდგომარეობაში ამყოფებს თვითონ სხეულს და რა თქმა უნდა ფსიქიკას, ხო? ჩვენი ფსიქიკის პასუხები, ხო, ეს იქნება შიში, შფოთვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დეტერმინირებული არის არა მხოლოდ რაღაცა ფსიქოსოციალური საკითხებით და თემატიკით, არამედ ბიოლოგიური ნაწილით, ხო? და გარკვეული ნივთიერებების გამოყოფა ჩვენ რეალურ შედეგს გვაძლევს, შფოთვის მატების, გაღიზიანების მატების, ან პირიქით დაუშვათ. სიმშვიდისა და დაწყნარების, ხო? ამიტომ ესეთ დროს გამოიყოფა ორი გეცოდინებათ, ეხლა რა ჰორმონებსაც ვახსენებ, ადრენალინი და კორტიზოლი, ხო? რომელიც პირიქით ადამიანს აი ამ ზესიფხიზლის მდგომარეობაში ამყოფებს და ამ ბრძოლის უნარიანს და რიგ შემთხვევაში თუ გაქცევაა საჭირო, გაქცევის უნარიანს ხდის. მეორე რეჟიმი, ეს არის პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც არის მოსვენების, დასვენების და მონელების რეჟიმი, ხო? როდესაც ადამიანი არ არის არც საფრთხის შემცველ სიტუაციაში, არამედ პირიქით მოსვენებულ მისთვის მისაღებ მშვიდ სიტუაციაში იმყოფება და შესაბამისად ეძლევა მას საშუალება, რომ ის რაც მოხდა დღის განმავლობაში იქნება, კვირის განმავლობაში თუ რა პერიოდშიც იმყოფებოდა, ეს მოინელოს, გადახარშოს, ხო? მაგალითად, როდესაც თქვენი სამსახურიდან დაღლილები მიდიხართ სახლში, სამსახური გაქვთ ისეთი, სადაც აუცილებლად მობილიზება, დაძაბულობა, თუ გაგიმართლათ და ისეთი სამსახური გაქვთ, სადაც პარასიმპათიკური ნერვული სისტემა არის ჩართული, ხომ კარგი და მაგას რა ჯობია, მაგრამ როგორც წესი, ახლა სამსახური კონცენტრაციას მოითხოვს, რიგ შემთხვევაში შეიძლება კრიზისული სიტუაციები შეიქმნას, იმას მართვა უნდა და აი სახლში მოbrunებულს უნდა ხო ადამიანს ისეთი გარემო შეიქმნას, როდესაც დაისვენებს, ხო? და აი ამ ყველაფერს, მათ შორის დღის განმავლობაში მომხდარ სიტუაციას ამბებს, მოინელებს, ხო? გადახარშავს. რაღაცას დაივიწყებს, რაღაცას შეინახავს, რაღაცას ხვალისთვის გადადებს და დაალაგებს, ასე ვთქვათ. აი მაშინ, როდესაც აი ამ რეჟიმების გადასვლა ერთმანეთში, მონაცვლეობა ირღვევა და როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი არის აი ამ სიმპათიკურ რეჟიმში, ესეთ შემთხვევაში გარდაუვლად დგება გადაწვის მდგომარეობა, გადაღლის მდგომარეობა, ხო? იმიტომ რომ იფიტება ადამიანი და აუცილებლად აი ეს მომატებული კორტიზოლი, მოჭარბებული ადრენალინი ბუნებრივია, რომ თავის ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალიან უარყოფით შედეგებს მოაქვს და რაც მთავარია უკვე იმ ფუნქციას კი აღარ ასრულებს, რაც თავდაპირველად იყო, არამედ უკვე ხელის შემშლელია. იმიტომ რომ ადამიანისთვის, რომელიც აი ამ მუდმივად სიმპათიკურ რეჟიმში მუშაობს, უკვე უმნიშვნელო გამღიზიანებელიც, უმნიშვნელო ფაქტიც, რომელიც არც საფრთხის შემცველი არის და არც დიდად პრობლემა, ხო? უკვე აღიქმება პრობლემად. აი, მაგალითად ჩვენთან როცა მოდიან შფოთვით მდგომარეობაში, ან პანიკური შეტევის მდგომარეობაში ადამიანები, აი ამ შემთხვევაში
მათი სიმპათიკური ნერვული სისტემა არის ძალიან აგზნებული და ვერ ხდება მისი მოდუნება და პარასიმპათიკურ რეჟიმზე, ასე ვთქვათ, გადართვა. დასვენების ძალიან ბევრი სახე არსებობს და მე მოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ მის კლასიფიკაციას, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ყველაზე ნათლად ასახავს, შეიძლება თქვენ სხვა სახეებიც ამოგიტივტივდეთ თქვენს მეხსიერებაში, რაც ასობით მისაღებია. უბრალოდ ეს სტრუქტურა არის ვფიქრობ იმ ყოვლის მომცველი, რომელიც თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ამას, ხო? ის ხშირი ფრაზა რომ არ შემიძლია დასვენების გამოყენება, შეიძლება შევცვალოთ, იმიტომ რომ შეიძლება კონკრეტული სახის დასვენების გამოყენება არ შემიძლია, მაგრამ აი ამ მეორე სახეც, რომელიც აღმოჩნდა რომ ესეც შეიძლება კაცო დასვენება იყოს და დასვენება არ იყოს მარტო ხართეზოზე წამოწოლა და ძილი, ხო? მაგრამ აქტიურ დასვენებასაც თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, თურმე ესეც დასვენებისთვის და აი ამ ფსიქიკური ენერგიის აღდგენისათვის გამოიყენება და მივყვეთ ახლა აი ამ სახეობებს, ტიპებს, ასე ვთქვათ, დასვენების, ხო? პირველი ეს არის ფიზიკური დასვენება. ფიზიკურ დასვენებას აქვს თავისი პასიური ტიპი და აქტიური ტიპი, ხო? პასიური ტიპი ეს გასაგებია ალბათ, სადაც ადამიანი ძილის მდგომარეობაში, წამოწოლილი, მოსვენებულ მდგომარეობაში არის და ფიზიკურად აქტიური მდგომარეობა არ აქვს, სადაც ეს ჩვენი ძალსახსროვანი სისტემაც ისვენებს, მოდუნებდა ჩვენი კუნთოვანი სისტემაც არის უფრო მოდუნებულ მდგომარეობაში, ხა არ არის აუცილებელი კიდევ ერთხელ ვთქვა რომ ფიზიკური პასიური დასვენება იყოს აუცილებლად ძილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაწოლაც ფიზიკურ პასიურ დასვენებას მიეკუთვნება, ხო? მათ შორის რა თქმა უნდა ძილიც. და ძილს აქ ხაზს გაუსვავ, უბრალოდ ძილი კი არა, ხარისხიანი ძილი. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ 8-9 საათი შეიძლება გამოგიძინიათ და დილით ამდგარ ხართ და ხართ დაღლილები და ხართ ასთენიის მდგომარეობაში და ხართ გაოცებულები, რომ კაცო, ითვლით რომ ხო დავიძინე ამ დროს, აგერ 9 საათი მეძინა, მეტი რაღა უნდა მეძინოს, მე არის მოთხოვნა და ბუნებრივია შფოთვაში ვარდება და ესე იგი 9 საათი კი არ მყოფნის, უნდა მეძინოს 12 ამბობს და ეს 12 საათი საიდან გამოიყვანოს, ასეთი მათემატიკაც აღარ არსებობს და არის კიდე უფრო მეტ შფოთვაში. აქ აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ რაც არ უნდა ხანგრძლივად გეძინოთ, თუ ხარისხიანად არ გძინავთ და ხარისხიანად ნიშნავს, თუ ეს ძილის ფაზები თანმიმდევრულად არ მონაცვლეობს, არაფერი არ გამოვა, მაინც დილას გაიღვიძებთ აუცილებლად დასვენებულ მდგომარეობაში. თუ ჩვენ გვინდა რომ მთელი კვირა, მთელი თვე, მთელი წელი გადაძაბულებმა ვიმუშაოთ და ერთი ღამე ხარისხიანი ბრჭყალებში ხანგრძლივი ძილით ეს ყველაფერი აღვედგინოთ, ესეც შეუძლებელი არის. შეუძლებელია და შესაბამისად რაც არ უნდა 9 საათი გეძინოთ, ეს ენერგია ერთ ღამეში, რომელიც მთელი წლის და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოფიტა და დახარჯა ადამიანმა, ესეც შეუძლებელია რომ აღდგეს. ამიტომ ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და ძალიან ხშირად ხდება ხო მეც პრაქტიკაში ეს შეკითხვა რომ რა ვქნა, ვიღვიძებ დაღლილ, ვიძინებ, ძინავს თითქოს, მაგრამ ვიღვიძებ დაღლილ. ეს უკვე მიუთითებს ძილის სპეციალისტები დამეთანხმებიან რომ ეს უკვე მიუთითებს რომ ძილის პრობლემა არის რაღაც, იმიტომ რომ ხარისხიანად დილით გამოუძინებელია მაინც ადამიანი, ხო? აქტიური ფიზიკური დასვენება რა არის, ხო? ეს დაწყებული ფიზიკური ვარჯიშით, ნებისმიერი ტიპის ვარჯიში ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, გაწელვები, ხო, კუნთს ზოგადად, როდესაც მით უმეტეს ერთ პოზაში გააჩნია, რას საქმიანობს ადამიანი, არა? თუ მჯდომარე პოზით საქმიანობს და მთელი დღე ზის მით უმეტეს კომპიუტერთან თუ საქმიანობს და ასე მოკუზული არის, ხო? ამას მნიშვნელობა რა აქვს, მე მაგალითად კომპიუტერთან არ საქმიანობ, ხო, პაციენტთან ვზივარ, მაგრამ მჯდომარე პოზიცია მაქვს, მაგრამ პაციენტთანაც რომ ვზივარ, ეხლა ესე ხო არ ვზივარ მოდუნებული და სხვადასხვა პოზებსო, დაჭიმული მაქვს, არა? მე ხანდახან საღამოს რო სკამიდან ავდგები ხოლმე, ხვდები რომ ეს ჩემი კუნთები არის მოჭმუხნული, ესეთი შეგრძნება მაქვს და ეს
მარტო შეგრძნებაც არ არის, ეს ესე არის, ხვდებით? იმიტომ დიდი ხნის განმავლობაში და რამოდენიმე საათი გადაბმულად კუნთისთვის ერთ პოზაში, თან მის არაბუნებრივ პოზაში ყოფ და არის ეს, ხო, კუნთისთვის საკმაოდ დიდი სტრესი. ამიტომ საჭირო არის ხოლმე ფიზიკური გაწელვა ძალიან ეხმარება ადამიანს და აი რაღაცა მარტივი ვარჯიშების გაკეთებაც განსაკუთრებით ახლა რამოდენიმე არე არსებობს ხო ეს კისრის არე განსაკუთრებით სადაც ლოკალიზდება ეს ჩვენი დაძაბულობა და შეგრძნება იმიტომ სენსიტიური არეა მრავალი ნერვული ბუდე არის და შესაბამისად უფრო მეტად სენსიტიურად აღვიქვავთ წელის არე კისრის არეს ხო ესეთი და გაწელვა მაგალითად რა თქმა უნდა არის ეს ფიზიკური დასვენების და სხეულსაც გრძნობს სხეულმა რომ რაღაცა შვება მოუტანა ხო ეხა იოგას არა როგორც რაღაც არამედ ამას იოგასაც გამოვიყენებ ხოლმე როგორც აი ესეთი გაწელვის და სასიამოვნო პოზების სწავლების მეთოდად ხო და არა როგორც რაღაც სხვა სულიერ პრაქტიკად იმიტომ რომ ნუ ეს არჩევის საკითხია ვინ რა პრაქტიკას აირჩევს სულიერი დასვენებისთვის და აი ამასაც ვისაუბრებ ხომ ვარჯიში დაუშვათ მცირედი გასეირნება ფეხით თუნდაც ესეც ფიზიკური დასვენება ოღონდ აქტიური სახის ფსიქიკური დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია ხომ ეხა რა დროს არის განსაკუთრებულად საჭირო და აი პრობლემის მონახაზი რომ გავაკეთოთ ესე იგი დავწვევით მივალაგეთ დავალაგეთ ყველაფერი როგორც იქნა მივედით საწოლზე დავწექით და ნუ აი ფიქრები შემოდის თავში ესე იგი დღევანდელი გაკეთებული საკითხი გუშინდელი ხვალინდელი გასაკეთებელი იქ თავში მილიონი სქემა და არ გვაძლევს ხო საშუალებას იმას რომ მოვისვენოთ ასე ვთქვათ შეიძლება გადადებული გვაქვს ტელეფონიც ტელევიზორიც გამორთული გვაქვს არავინ არ გვაწუხებს და უშუალოდ ოთახში არავინ სხვა არ არის მაგრამ ფიქრები მაინც გუგუნებს ესეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით და ვაძლევთ ესეთ რჩევას რომ აი რაღაცნაირად აი ამ ფიქრების დრენირება როგორც აი დრენაჟი ხო უნდა მოვახდინოთ. ეს ახლა ვერბალურად იქნება. ცოტა უცნაურია, ხო, ესე ადამიანი მაგალითად თავის თავთან რომ რაღაცას უბრალოდ საუბრობდეს. თუ წერით, ხო, ეს უფრო მისაღები ფორმაა ხოლმე ადამიანებისთვის, თუმცა ძალიან ხშირად მაგალითად ახალგაზრდებს და მოზარდებს არ უყვართ, მოკლედ ეს დიდი წერა და ჩემს თაობაში მაგალითად ძალიან პოპულარული იყო, ხო, არ ვიცი, შეიძლება თქვენც დამეთანხმებით და დაგიწერიათ ჩვენ დღიურებს წერდით და ასეთ რაღაცებს, ფურცელსთან მეგობრობდით ამ თვალსაზრისით. ახლა გაჯეტთან მეგობრობენ. ესეც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ რაღაც ჩავიწეროთ. ყოველ შემთხვევაში აი ამ ფიქრებს, რომლებიც ლოკალიზებულია ჩვენს გონებაში და ნუ ვეღარ ეტევა იქ და არც ჩვენ არ გვაძლევს გასაქანს, ხო? რაღაცნაირი დრენირება რომ გავუკეთოთ, ხო? რომ გამოვუშვათ, გადავიტანოთ ფურცელზე და ცოტა გამოვთავისუფლდეს, რომ რაღაცა ფსიქიკურადაც ადამიანმა გონებრივად, აქ მარტო ემოციურზე არ არის, აი წმინდად ფსიქიკური და გონებრივი შვება რო იგრძნოს და შესაბამისად მიეცეს საშუალება იმისა, რომ გადავიდეს შემდგომში აი ამ ძილის მდგომარეობაში. სენსორული დასვენება. ნუ დღეს ვისაუბრებ სენსორულ გადატვირთვაზე და ბუნებრივია ვცხოვრობთ ნუ აი ამ ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ყველგან ეკრანია. ნუ აბსოლუტურად ყველგან, რა ვიცი, დაწყებული იმიდან, აეროგრილიდან და ღუმელიდან დამთავრებული ნუ ტელეფონი და ტელევიზორი. ყველგან ეკრანი შესაბამისად, ყველგან ხმაური, ყველგან ნათება რაღაცა და ბუნებრივია, რომ ეს იწევს მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად მივეჩვიეთ და ჩვენი ეს სენსორული არხებიც მეტად მიეჩვია და ადაპტირდა გარკვეულწილად აი ამ სენსორულ გადაძაბასთან, მაინც ძალიან ხშირად ესეც ახდენს ჩვენ დაუნებურად. ამასაც ძალიან რთულად თუ მივხვდებით ადამიანი და რაც მთავარია, ძალიან ხშირად ჩვენი აი თავი ამტკივდა, თავი მტკივა და არასოდეს არ დაგვისვამთ ეს შეკითხვა და იმდენად უგუებელყოფთ, რომ რამდენი დრო გაატარე ეკრანთან ან ხმაურში ხომ არ იყავ. ესეც იცით რომ მოიც არა ყველა ხმაურშია და ყველა ეკრანთანაა. დრო არის, ეს არის.
ამის გამომწვევი მიზეზი, ხო? იმიტომ რომ ხდება ეს სენსორული გადაძაბვა და შესაბამისად ჩვენია ეს სენსორული არხები, რომელიც დიახ თავის ტვინში ბოლოვდება აუცილებლად იწვევს აი ამ ტვინის აგზნების მდგომარეობას და შესაბამისად ხანდახან საჭიროებთ აი ამ სენსორულ დასვენებას, რომელიც ძალიან მარტივია. რამოდენიმე წუთის განმავლობაში, შეძლების დაგვარად ვის რამდენი შესაძლებლობა ექნება სრული გათიშვა, ასე ვთქვათ, აი ამ გამღიზიანებლების, ეს იქნება ძირითადად ტელევიზორის სხვადასხვა გაჯეტები და ხმაურიც, ხო? და რაღაცა სიჩუმეში ცოტა ხნით ყოფნა, რომელიც მნიშვნელოვნად შვებას მისცემს ადამიანს, რომელიც აი ამ სენსორ განსაკუთრებით იმ ადამიანს, რომელიც მრავალ მხრივ სენსორულად დატვირთულ გარემოში მუშაობს. აი მაგალითად ამას უყაი რაღაც გასართობ ცენტრებში რომ მუშაობენ ადამიანები, ან აი რაღაც ისეთ ადგილებში, დიდ მოლებში დაუშვათ, ხო? ისეთ ადგილებში, სადაც სულ ხმაურია და სულ აი ეს ნათება და სენსორული ძალიან ისეთი გადატვირთვა, ხო? ყურსასმენები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ დღეს უამრავი ადამიანი ცხოვრობს ყურსასმენებთან ერთად, ხო? და ესეც ახდენს აი ამ სასმენი სენსორული მოდულის მნიშვნელოვან გადატვირთვას. კრეატიული დასვენება და იცით რა ხანდახან არის ხოლმე ეს მომენტები და ხშირად მეუბნება პაციენტი, რომ რაღაცნაირად მით უმეტეს ადამიანი, რომელიც შემოქმედებით ნაწილში მუშაობს და მისი საქმე არის აი შემოქმედებითი აქტიურობა, ხომ? და მეუბნება, რომ აი იდეები საერთოდ არ მომდის და აბსოლუტურად დამიბლაგდა, ასე ვთქვათ, ჩემი ეს შემოქმედებითი უნარი. არა და ჩემი საქმე ეს არის, ხო, რომ რაღაცა მოვიფიქრო, კრეატიული გზა მოვიფიქრო რაღაცა პრობლემის გადაჭრის და თითქოს აი ინსპირაციას ვეღარ ვღებულობ. ვერაფრისგან, ხო? ესეც ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი აი ამ გადატვირთვის მდგომარეობაში იმყოფება და აქაც გამოსავალს ყოველთვის თავაზობთ, რომ ცოტა ხანი აი იმ რუტინიდან, რომელშიც, იმიტომ რომ ეს როგორც წესი, აი ამ სამსახურეობრივ და ერთფეროვან რუტინაში ხდება, ხო, ცოტა გამოვიდეს, ხო, აი ამ რუტინიდან, მით უმეტეს ახლა შემოქმედებითი ადამიანები უფრო მეტად შთაგონებულნი ხდებიან, მათ შორის ბუნებასთან როცა მედიან, ხომ? ან როცა ისეთ მუსიკას, ისეთ ხელოვნების ნიმუშს, გალერეაში სწავლენ, დაუშვათ. შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი პირდაპირი საქმიანობა მხატვრობასთან კავშირში აბსოლუტურად არ იყოს, მაგრამ ესეც გარკვეული კრეატიული დასვენებაა, ხო? თუ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანს ეს სიამოვნოს, რაღაც ძალით რომ ხშირად ყოფილა, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს ადამიანს ახლა არც ფერწერა და არც მუსიკა და მშობელი ეუბნება, რომ არა წამოდი ბალეტზე, იმიტომ რომ იქ მიიღებ შენ ისეთ შინაგან წყაროს და არც აიტვირთებს, ეუბნები, რომ შეიძლება თქვენ მიიღოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რისგან ისპირირდება ეს ადამიანი, რომელსაც დაუშვათ ვთავაზობთ, ხო? ესეთ შემთხვევაში სხვა შორის კარგი გამოსავალია, იმიტომ რომ ვიცი ხოლმე ესეთ შემთხვევაში მშობელი რისგან არის, რასაც თავაზობს როგორც წესი, თვითონ ამისგან აუცილებლად ინსპირირებული ხდება. ემოციური დასვენება, ნახეთ, ემოციური დასვენება სხვა რამ არის და გონებრივი დასვენება სხვა რამ არის, ხო? ემოციური დასვენება ცალკე გამოვყავით, იმიტომ რომ ემოციური დასვენება არ არის მხოლოდ აი ამ ფიქრების, როგორც გითხარით, გადატანა და ცოტა ხანი zoom out-ი, ანუ გამოსვლა, ცოტა დისოცირება რაღაცა რეალობიდან, ხო, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დისოციაცია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ჩვენ და უნებურად ხდება. ანუ, როდესაც რეალობასთან მოჭიდებას ჩვენ ვკარგავთ. ეს არ არის სასურველი და პირიქით, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელია ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ დისოცირება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენ მიერ არის მართული, ეს აუცილებელიც არის, რომელიც ნიშნავს, რომ ხანდახან აი რაღაცა ისეთ გადაძაბულ სიტუაციაზე ვიცით წავალთ ჩვენ ფიქრებში, ფანტაზიებში, ხო? რაღაც წარმოდგენებში და სხვაგან გადავალთ, ან რაღაცა სასურველ მოგონებაში, რა ვიცი, მოგზაურობაში, ან მომავალ რაღაცა სასურველში. ამას დისოციაცია ჰქვია, ასევე, ოღონდ ეს კონტროლირებადია ჩვენს მიერ, ადამიანების მიერ და ეს გვეხმარება. გვეხმარება იმისთვის, რომ ცოტა ხანი სასიამოვნოდ დავისვენოთ, ხვდებით? მერე დაუბრუნდეთ. ახლა თლად ისე თუ გადავალთ, რომ
მე რო დაუბრუნდებით ისე მოგვეშლება ნერვები რომ საერთოდ ვერ გავაგრძელებთ ვერაფერს ეს ცოტა უნდა გავაკონტროლოთ ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი დისოციაციური ფიქრები ემოციური დასვენება და განსაკუთრებით მოზარდებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია არის ის მდგომარეობა როდესაც ადამიანი აძლევს თავის თავს საშუალებას და უფლებას იყოს ის რაც არის ამიტომ რომ ძალიან ხშირად განსაკუთრებით მოზარდებში იმიტომ რომ მოზარდებში ჯერ კიდევ ყალიბდება იდენტობა ჯერ კიდევ ძიების პროცესში არიან ხო ამიტომ ძალიან ბევრს ექსპერიმენტობენ და შესაბამისად მათ შორის შეიძლება იექსპერიმენტონ იდენტობასთან მიმართებაში ხომ მოირგებენ ხოლმე სხვადასხვა სახის ნიღბებს ხომ იმ სოციუმის და იმ სიტუაციის შესაბამისად რომელშიც იმყოფებიან და რომელშიც უნდა რომ ჩაეწერონ არა ეს დამღლელი პროცესი არის თუ ეს ბუნებრივად არ ხდება ხო ეს ძალიან დამღლელი პროცესია და ხანდახან საკუთარ თავსაც არ უტყდებიან ადამიანები მაგრამ ძალიან ხშირად თერაპიულ სივრცეში საუბრისას და ისეთ სივრცეში საუბრისას სადაც ვაძლევთ ადამიანს იმის საშუალებას რომ ამაზე თავისუფლად ისაუბრონ და ისინი დარწმუნდნენ იმაში რომ ამის გამო კრიტიკას არ მიიღებენ ისინი თავისუფლდებიან აი ამ მორგებული დავუშვათ რაღაცა ნიღაბი ფორმა და თავისუფლად აზიარებენ იმ ემოციებსაც და იმ განცდებსაც რომელიც თვითონაც კი აი ესე უყურებენ იცით ძალიან ისე ამბივალენტურად ანუ აი შერეულად ხვდებით აი კარგად დარწმუნებულები არ არიან რომ ეს მისაღებია არ არის მისაღები ხვდებით და რომლის გაზიარებაც სხვა არა ესეთ კომფორტულ მათთვის არა მიმღებ სივრცეში მათ უჭირთ მაგალითად მე მახსენდება მოზარდი რომელიც კარგი მოსწავლე იყო მაგრამ მოვიდა და მითხრა მე კარგი მოსწავლე ვარ და სკოლაშიც ესე მიყურებენო რომ აი მოსწავლეებიც მასწავლებლებიც ჩემი კლასელის მშობლებიც და ჩემს სახლშიცო და სინამდვილეში არა ვარო კარგი მოსწავლეო რა მინდაო გაცდენა მინდა ხანდახან მინდა რომ არ ვისწავლო ეს გაკვეთილიო რა და ცოტა ხულიგნობაც იმიტომ რომ მინახავსო ხანდახან შურსო ამ ჩემი კლასელებისო ვიღაცა კლასელები რომლებიც უფრო ხულიგნურად იქცევიან მეც მინდაო რაღაც მაგრამ იმდენად ჰქონდა აი ეს სტატუსი ასე ვთქვათ მორგებული და იმდენად ეშინოდა რომ აი თუ კი ერთხელ მაინც უსწავლელი მივიდოდა სკოლაში ის დაუნგრევდა მის კლასელებსაც, მშობელსაც და მასწავლებელსაც მასზე აი ამ წარმოდგენას რომ დაიღალა და გახდა გაღიზიანებული. ყველაფერი აღიზიანებდა. სკოლაში აი ეს იმაზეც გასულა ძალიან აღიზიანებდა. არ გამოხატავდა უშუალოდ აკადემიურ პროცესზე, მაგრამ გამოხატავდა აბსოლუტურად დაუკავშირებელ რაღაცებზე. აი აბსოლუტურად შეიძლება რაღაც საკვებ აი დედა ჩიოდა ამას რომ რაღაცა საკვებს რომ შევთავაზებ, რაც არ უნდა შევთავაზო, სულ გაღიზიანებული, მე მგონა ეს არ მინდა, ეს რატომ მომიმზადე, ის ვერაფრით ვერ დავაკმაყოფილე მისი სურვილები. ეს საერთოდ არ იყო პირდაპირ მნიშვნელოვნად დაკავშირებული საკვებთან. იყო დაკავშირებული აი ამ გადაღლასთან, იცით, რომელიც ჰქონდა აი ამ მოზარდს, აი ამ ნიღბის გამო. ახლა არ გამიგოთ არასწორად, კარგია კაცო, კარგი მოსწავლე როა ადამიანი, მაგრამ ძალიან კარგია, როცა მას ეძლევა გარკვეული აი ეს თავისუფლება, ცოტა მოსვენებაც, ხვდებით და ეს მისთვისაც რაღაც ტვირთად არ იქცევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აუცილებლად ბოლოში გავაკეთებ ამ რეკომენდაციას და მოზარდებზე კიდევ ერთხელ შევჩერდები და ამ ნაწილსაც აუცილებლად გიპასუხებთ, იმიტომ რომ ეხლა რომ ამაზე დავიწყო საუბარი ცოტა შორს წამიყვანს და აუცილებლად გეტყვით, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვნად სენსიტიური თემაა და ამიტომ მოზარდებზე მე გავჩერდები აუცილებლად და მოგცემთ რაღაც ისეთ, როგორც გითხარით, შეიძლება რაღაც კონკრეტული რჩევა, რომელიც უშუალოდ თქვენს შემთხვევას ეხმიანება ესეთი ვერ მოგცეთ, მაგრამ შევეცდები, რომ ის ზოგადი რაც შეიძლება რომ გამოიყენოთ, ესეთი რჩევა აუცილებლად მოგცეთ. სოციალური დასვენება და სულიერი დასვენება. ნუ სოციალურ დასვენებაში ვგულისხმობთ სხვადასხვა ტიპის დასვენება. იმის და მიხედვით რა ტემპერამენტის ადამიანთან გვაქვს საქმე. მაგალითად არსებობენ ისეთი ტემპერამენტის ადამიანები, რომლებიც ისვენებენ ისეთ სოციალურ გარემოში, სადაც აქტიური, ჟრიამულია, ახმაურია, ერთმანეთთან აზრების გაზიარება, გამოცვლა, ხომ? აი ესეთი დატვირთვა.
შეიძლება იცნობთ ასეთ ადამიანებს, შეიძლება თქვენ თავად ბრძანდებით ასეთი ადამიანები. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისევენები ისეთ სოციალურ, მაგრამ შეიძლება სიმშვიდეა, დაბალ ხმაზე საუბარი არის, ან საერთოდ მუსიკის მოსმენა არის ერთად, ანუ სხვა სოციალური გარემო ძალიან ინდივიდუალურია. ამისი ესეთი რაღაც მზა რეცეპტი, რომ შენ ეხლა ხვალ ამას გააკეთებ, მაგრად დაისვენებ, ესეთი რამე არ არის. თვითონ ადამიანი ჯერ ესეთი თავის თავს უნდა იცნობდეს, მათ შორის მოზარდიც უნდა გავიცნოთ ჩვენ. იმის დამიხედვით შევთავაზოთ, ან მანაც შეიდგინოს, ასე ვთქვათ, აი ამ აირჩიოს აი ამ დასვენების ტიპი. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. როგორც კიდევ ერთხელ, ესეც ძალიან ხშირად შემხედრია, რომ მშობელი მაგალითად ეუბნება, რომ გამოდი რა გარეთ რა, აი მე სულ ჩემს მეგობრებთან გავდივარ, იქ ხალისდები, ვისვენებ, აი მოყავთ ჩემთან, რომ ამას კიდე სუსახში ყოფნა უნდა. მეუბნები, რომ თქვენი ტემპერამენტი და თქვენი შვილის ტემპერამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს და ეს ადამიანი ამ ტიპის დასვენებას არჩევს, ხო, ანიჭებს უპირატესობას, ხო, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთნაირ სოციალურ სიტუაციაში ვისვენებთ. რა თქმა უნდა, უკიდურეს რამეზე არ მაქვს საუბარი, ხო, საერთოდ არ გადის ახლიდან დაუშვათ, ან საერთოდ არანაირი ურთიერთობა სოციალური არ აქვს, ეს სხვა საკითხია. მაგალითად, ერთხელ მომეყვანა მშობელმა, მამამ, რომ როგორო კაცო, ჩემი შვილიო, მეო, кейფი რომ აქვსო, არ გამოდისო საერთოდ და ერთ სადღეგრძელო ვერ დავალევინეო, იქნებ რამე უშუალოდ და ეს ბავშვი იჯდა სახლში, ოთახში და კანტს და ჰეგელს კითხულობდა და ნუ 150 IQ და ნუ აი საერთოდ სხვაგან არის, ხვდებით? მე ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდი, იმიტომ რომ მოვიდა ეს ბავშვი და მითხრა, რომ 15 წლის ფიჩი იყო, მოვიდა მითხრა, რომ მეო ფილოსოფიაზე მინდა ჩაბარებო, ხო კი ძალიან მიყვარს ჩემი მშობლებიო, ძალიან დიდ პატივს ვსვამ, მაგრამ არ მაინტერესებს დიდად ეს სადღეგრძელოს თქმაო და რა გავაკეთო იქნება რა. მამამისი მზად იყო, რომ მე დამენიშნა წამალი, ვერ გავაგებინეო და იქნებ თქვენ გააგებინოთო, ესეც პრობლემაა. მე ვთხარი ისეთ ენაზე საუბრობ, შენ ავი სასკრიტზე კითხულობ იმას და ხა ვერ გააგებინებ, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ცოტა უნდა შეეცადო, ხო, რომ შენი მშობლებისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრო და ახსნა და არ მოვთხოვოთ ახლა მშობელსაც მე შეძლებს დაგვარად დავამშვიდე უთხარი, რომ ნუ ავად არ არის თქვენი შვილი, მართალია. სამწუხაროდ სადღეგრძელო არ ვყავთ, მაგრამ ავად არ არის. თქვათ შორის დანიშნული ჰქონდა წამალი ვიღაცისგან, ეს საინტერესო იყო. არ უშველაო, ამიტომ მოვიყვანა, რომ ყავდაო, არ უშველა, მაინც არ გამოდის. ეს ნამდვილ ამბავს გიყვებით, არ ვიგონებ ნამდვილად. არ არის აბსოლუტურად ტრაგედია, ეს რეალობაა, იცით, ნახეთ, ეს ნამდვილად, იმიტომ რომ ისეთი ფორმით იყო, ეხა კიდე სხვა სიტუაცია იყო, მიწოდებული, რომ ეხა იმ ადამიანსაც ეგონა, რომ აქ რაღაცა გამოხატული ისეთ ჩაკეტილობასთან და დეპრესიულ მდგომარეობასთან ქონდა საუბარი, ხა მარტო იმის გამო, რომ სადღეგრძელოს არ ამბობს ადამიანი წამალს, ნუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს ვინმე ნიშნავდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეც ძალიან რთული რა მინდა ვთქვა, რომ განსხვავება მშობელსა და აიზახდა მამა, რომ ვის დაემსგავსა ამისთანაო, კაცო, მეო არ ვიციო და ისიც მეც კი მიკვირდა ვის დაემსგავსა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა შეიძლება, ხო, ესეთი განსხვავება იყოს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ რა არის ნორმა და რა ის რომ შენ მიგაჩნია რაღაცა კარგ და ისვენებ და ხალისობ და გადასარევად გრძნობ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენი შვილიც ზუსტად იგივენაირად იგრძნობს, ხო? და სულიერი დასვენება, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ხანდახან არის, რომ ადამიანები და მოზარდებში ძალიან ხშირი პრობლემა არის ეს, რომ იმატა განცდებმა, მათ შორის სუიციდალურმა განცდებმა, შეიძლება თვითონ სუიციდურმა ქცევამ ნაკლებად, თუმცა ამისი შესწავლა არ ხდება ალბათ, ამანაც იმატა უფრო დადგენამ და ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ. მაგრამ სუიციდალობამ ცალსახად, ხომ და ხშირად ვფიქრობთ სპეციალისტები, რომ აი რატომ ხდება, რომ აი დღესაც მე ვესაუბრებოდი 18 წლის არაჩვეულებრივ გოგონას და მე ვმნოდა, რომ აი იცი რა ესე არ ვგეგმავ დაუშვათ მე თავის მოკლას, მაგრამ აზრს სიცოცხლისას ვერ ვხედავ. ხო, აი რა აზრი აქვს სიცოცხლეს, არ ვიცი, აი ცხოვრებას რა აზრი აქვს. ამიტომ იცით რა, ხანდახან არის რომ ადამიანს სჭირდება რაღაცა საზრდო მოჭიდება, ხო, უფრო ღრმა და უფრო
შინაარსით დატვირთული, ვიდრე რაღაცა ისეთი ყოველდღიური საქმიანობა არის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც ვიზრუნოთ და ვიფიქროთ. როგორ თქვენ შემეკითხებით და ისევ ასე, რომ თუნდაც ამ ბიჭის შემთხვევაში, ხომ, გავიგოთ რა ანიჭებს ამ ადამიანს სიამოვნებას და რა ანიჭებს ესეთ ბედნიერებას და მაქსიმალურად შემწყნარებლური ვიყოთ ამ სურვილების მიმართ. შეიძლება ჩვენ არ მოგწონდეს, ხო? იმიტომ რომ ზუსტად ეს გოგო მეუბნეოდა, რომ მე ჩავაბარე, ჯერ მინდოდა რაღაცა ავირჩიებ რაღაც ბიზნეს ადმინისტრირება, მაგრამ მოვხვდი რაღაც სხვაგან, მე გადავიტანე საბუთი ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ახლა ვარ მეორე კურსზე და საერთოდ არ მინდა რა, და არ მაინტერესებს და რა გინდა, რა მე გაინტერესებს ვეუბნები და მცენარეები და ბიოლოგია მაინტერესებს. არც ვიციო რა ქვიაო ამასო, იმიტომ რომ და ვეუბნები რომ რატომ არა იცი, გიფიქრი ამაზე რომ არა ეხა აბა ნორმალურ სამსახურს ეხა მე რო ეს ამერჩია, ვერ ვიშოვიდი. ეს ხო მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტექსტი არ არის საკუთრივ ბავშვის, იმიტომ რომ 17 წლის მოზარდი ასე არ ფიქრობს, რომ მოდი მე ეხლა არ ავირჩევ ბიოლოგიას, იმიტომ რომ მე ნორმალურ სამსახურს ამითი ვერ ვიპოვი. არა, ეს არის რაღაცა დასწავლილი ფრაზა, რომელმაც ადამიანს ეს მოჭიდებაც მოკარგა. მე ამას კი არ ვამბობ, რომ რადგან ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს, დაუშვათ ეს ადამიანი ამის გამო მის ცხოვრებას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ხელი შეუწყოთ მაქსიმალურად, ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში, რომელიც საქმიანობს და აკეთებს იმ საქმეს, რომელიც მას ერთის მხრივ ანიჭებს ბედნიერებას და მეორეს მხრივ მის ვალიდურობას ხაზს უსვავს, ხო, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ რა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ნაწილში ზუსტად ამ სულიერ დასვენებას, ამას ვამბობ, რომ სულიერ შენ სულს ასე ვთქვათ, კვებავ ხომ იმას, რომელსაც სჭირდება რაღაცა გამოკვება. ეს არ არის აუცილებელი, რომ იყოს პროფესია და რაღაცა საქმე, რომლითაც ადამიანი შეულობს შემოსავალს, ხო? ეს შეიძლება იყოს სხვა პრაქტიკები, სხვა სულიერი პრაქტიკები. გადაწვა, ხო? რა არის ეს გადაწვა, ეს ეგრეთ წოდებული burnout-ი, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად შეხვდებით ამ ფრაზას და რაღაც ერთის მხრივ იმდენად გაიცვითა ეს გადაწვა, რომ უკვე პრაქტიკულად იქცა გადაწვა სინონიმად უბრალოდ სტრესად. ადამიანი რო სტრესში ვარდება, ის ამბობს, რომ მე ვარ გადამწვარი. ხვდებით და სტრესი და გადაწვა არ არის ერთი და იგივე. სტრესი ანუ დისტრესი, იმიტომ რომ სტრესი შეიძლება იყოს ნორმალური, ჯანმრთელი, ჯანსაღი და დამაზიანებელი. ამ შემთხვევაში ჩვენ დამაზიანებელ სტრესებს საუბრობთ. დამაზიანებელი სტრესი ეს არის მოზღვავებული ფიქრები და მოზღვავებული, მოჭარბებული განცდები, ხო? ესეთ დროს პირიქით გადატვირთულია ადამიანი განცდებით, ხო? და ამისგან არის ასე ვთქვათ დაღლილი. გამოფიტვის შემთხვევაში არის საპირისპირო მდგომარეობა. ეს არის ემოციებისგან დაცლის მდგომარეობა. პირიქით, ადამიანი აპათიურ მდგომარეობაშია, იცით, განურჩევლობის. სულ ერთია. აზრი არც იქ წამოვალ, არ წამოვალ, სულ ერთია. ეს არ არის მდგომარეობა, სადაც ყველაფერი ძალიან ბევრია. ხვდებით? არამედ პირიქით, ემოციების დაცლის, გამოფიტვის ამ мотиваციის შესაბამისად ნაკლებობის და ამ აპათიის მდგომარეობა უფრო არის. შესაბამისად ესეთი ადამიანები ძალიან ხშირად იცვლიან ამ ქცევას და მათი ქცევა ხდება არაემპათიური. შეიძლება ადამიანი არ იყოს არაემპათიური და პირიქით ძალიან ემპათიური და ძალიან ესეთი თანაგრძნობით აღსავსე იყოს, მაგრამ ამ გადაწვამ შეიძლება ადამიანი გახადოს აბსოლუტურად არაემპათიური. უთქვამთ კიდევაც ჩემთვის, რომ იმდენად ცინიკური გავხდი რაღაც მომენტში. ესეც არის ავტომატური ბრჭყალებში დაცვის მექანიზმი, რომელიც ფსიქიკას გააჩნია. ავტომატური, იმიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის ჩვენს ნებაზე დამოკიდებული. როდესაც ფსიქიკა გადაწყვეტს, რომ შენ უკვე ამოწურე რესურსი და გადარჩენაზე არის, ფსიქიკა ავტომატურად შენ და დაუკითხავად რთავს რაღაცა გამკლავების მექანიზმებს.
ავტომატურ აი ამ ფსიქიკურ ეგრეთ წოდებულ დაცვით მექანიზმებს. რიგ შემთხვევაში ეს დაცვითი მექანიზმები შეიძლება იყოს ჯანსაღი, მაგრამ არის შემთხვევები და ძალიან ხშირადაც, როდესაც ეს არის ნევროტული დაცვითი მექანიზმები და რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში გაგუებენ იმ სტრესულ გარემოს, მაგრამ სამომავლოდ იწვევენ აუცილებლად მნიშვნელოვან ფსიქიკურ პრობლემებს. შეიძლება აშლილობა არ გამოიწვია, მაგრამ პრობლემებს აუცილებლად. მაგალითად, როდესაც ადამიანი არ აღიარებს რაღაცა პრობლემას და თითქოს განსვლა ხდება, ხომ? აი, ძალიან დიდი ტრაგედიის დროს, როდესაც ადამიანი არ ღებულობს აი ამ ტრაგედიას. თითქოს მასში არ მომხდარა, მას არ გადახდენია ეს. თითქოს ივიწყებს, ხომ? ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებითი აქტი არ არის, ამას ადამიანი არ აკეთებს ძალით, ამას ავტომატური მექანიზმი ხდება, რომელსაც ფსიქიკა მისდა დაუკითხავად იმისთვის, რომ ის დაიცვას, იმიტომ რომ მიაჩნია ამ ფსიქიკას, რომ მას აღარ აქვს იმ მომენტში რესურსი, ღებულობს აი ამ გადაწყვეტილებას, ხო? ამ დროსაც, გადაწვის დროსაც, ამ რეჟიმზე გადადის ფსიქიკა და აი ეს არაემპათიურობა და ცინიზმი რაღაც მომენტში ადამიანის ცუდ ბუნებას, ცუდ ადამიანობაზე კი არ მეტყველებს, არამედ ეს არის გზა იმისა, რომ რაღაცნაირად გაუმკლავდეს იმ ყოველდღიურ, თუნდაც ელემენტარულ რაღაცა პრობლემებს, სტრესებს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს. ხო, უცნაურია, რატომ სხვანაირად არ შეიძლება? აღარ აქვს ეს რესურსი და იმიტომ გადამწვარია, გამოცლილია და შესაბამისად მუშაობს აი ამ რაღაცა ნარჩენ, რომელიც არც ისე კარგი არის, ხვდებით, იმიტომ რომ მას არ აქვს იმის უნარი, აღარც თანაგრძნობის უნარი არ აქვს. თითოეულმა ერთმა დამატებითმა განცდამ შეიძლება ის ფსიქიკურად დაუშვათ აბსოლუტურ სასწარკვეთაში ამყოფოს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთ დროსაც ვიყოთ გამგები, მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ამ დროს კიდე დამატებითი საყვედური, ხვდებით, კიდე დამატებითი დაუშვათ შენიშვნა ჩხუბი აუცილებლად ამას გაღრმავებს და ამ მდგომარეობიდან ნამდვილად არ გამოიყვანს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სიტუაციას შევხედოთ, რომ თუ კი ვიცით ჩვენ და ვიცნობთ, რომ ადამიანი როგორია, ხვდებით, დავსვათ ეს შეკითხვა, რომ რატო ემართება ამ ადამიანს, რატო შეიცვალა, ესე იქნება და რაღაცა პრობლემა აქვს, ხო და არ ვთქვათ ის, რომ უბრალოდ გახდა ცუდი ადამიანი, იყო ძალიან ემპათიური, თანაგრძნობითი ადამიანი და გახდა, რა ვიცი, ცივი და ცინიკური ადამიანი, ხო? სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომელმაც შეიძლება ჩვენ მიგვანიშნოს იმისკენ, რომ შეიძლება გადაწვის მდგომარეობა იყოს, ეს არის გაღიზიანება, მუდმივი შფოთვა, ინტერესის დაკარგვა არა ისეთი საქმიანობების მიმართ, რომელიც არც მანამდე არ აინტერესებდა, მაგალითად სწავლის, არამედ იმ საქმიანობების მიმართ, რომელსაც ძალიან ხალისით აკეთებდა, ხო? მაგალითად, თამაშობდა ხალისით, ფეხბურთს თამაშობდა, ეზოში ჩადიოდა და აღარ აკეთებს ამას, ხო? მათ შორის კოგნიტიური დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, ვეღარ სწავლობს ისე სხარტად, როგორც სწავლობდა, ხომ? ადრე. რა თავისებურება აქვს მოზარდების შემთხვევაში და მოდი შევჩერდეთ ახლა მოზარდებზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და სენსიტიური თემაცაა, იმიტომ რომ მოზარდებში განსაკუთრებულად ხშირად ვაწყდებით აი ამ გადაწვის მდგომარეობებს, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს და დღევანდელ სოციალურ გარემოში. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოზარდების ზოგადად ფსიქიკა და ასევე ტვინი განსხვავდება ზრდასრულებისაგან, იმიტომ რომ მოზარდები იმყოფებიან აი ამ ზრდის პროცესში, ტვინის ზრდის პროცესში, შესაბამისად ფსიქიკის ზრდის და შენების პროცესში და პიროვნების ზრდის და შენების პროცესში, ხო? ესეთ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუბლის წილს. ჩვენი შუბლის წილი არის ის ადგილი, სადაც ჩვენი ემოციების, ასე ვთქვათ, მართვა ხდება და შუბლის წილის ჩამოყალიბება, ბიოლოგიურად ასე არის. ხდება საკმაოდ გვიან. ამიტომ აი ამ იმპულსების კონტროლის, გაკონტროლების, ემოციების გაკონტროლების პროცესი საკმაოდ გვიან ხდება და ისედაც, აი ნახეთ, ისედაც მოზარდი უკვე ავტომატურად, იმიტომ რომ ეს არის ის ადგილი, ის ლოკაცია, რომელიც თუ არ ჩამოყალიბდა და თუ სწორად და კარგად არ ჩამოყალიბდა, ხვდებით? ადამიანს აუცილებლად ექნება
ემოციის მართვის პრობლემა აუცილებლად ექნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზრდასრულზე, რომელსაც აქვს ემოციის მართვის სირთულე, აი ქრონიკული ნევროტული მდგომარეობა, ხო? ჩვენ აუცილებლად რომელიც რაღაციდან გამოწვეული კი არ არის. ხვდებით? არამედ არის აი რაღაცა გახანგრძლივებულად და ადამიანი ყვება რომ აი ბავშვობიდან სუმიჭრა ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი, ზედმეტად მშფოთვარე ვიყავი. ვსაუბრობთ რომ აი ზუსტად ჩუბლის წილის ჩამოყალიბება, ოღონდ აქ სტრუქტურულ დონეზე არ მაქვს საუბარი. აქ მაქვს საუბარი აი ესეთ ნეირობიოქიმიურ დონეზე, რომელსაც ვერ გამოვიკვლებთ, ხვდებით? ამას ვერ გავზომავთ, ვერანაირ ანალიზს ვერ გავაკეთებ. აბა ნახო ახლა როგორ არის შუბლის წილში დაუშვათ რაღაცა, ვერ ვაკეთებთ ამას. ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ასე ვარაუდობთ, იმიტომ რომ სხვადასხვა მუშაობაც, კვლევაც ამაზე მიგვითითებს და დადასტურებულად რომ შუბლის წილის ფუნქციონირება აუცილებელია და განსაკუთრებით შუბლის წილის ფუნქციის პრობლემების დროს, სხვადასხვა დაავადებების დროს, რომელიც შუბლის წილის პრობლემას ჩაერთავს, აი ამ დროს განსაკუთრებით ხვდებით აი ამ ემოციურ ლაბილურობას, ხო, და იმპულსის შეკავების პროცესებს. აი ამიტომ ადამიანები მოზარდები, რომლებიც აი ამ პროცესში იმყოფებიან, გაცილებით უფრო მგრძნობიარენი არიან რაღაცა მოვლენების მიმართ. იმიტომ კი არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ ეს უნდათ, იმიტომ რომ მათი ბიოლოგია არის ასეთი. ხო, იმიტომ რომ ისინი არ არიან აი ამ ჩამოყალიბების პროცესში. ხა ნახეთ, თვითონ მოზარდებშიც კი ეს პროცესი არის უკიდურესად ინდივიდუალური. ნახეთ, თქვენ თუ ხედავთ 2-15 წლის მოზარდს, ხო, ერთ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა გაცილებით უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს, მათ შორის შუბლის წილის ფუნქციონირება გაცილებით უფრო სწრაფად და ჯანსაღად მიდის, მეორე შემთხვევაში შეიძლება უფრო ნელა მიდის. ძალიან ინდივიდუალური პროცესია ესეც და აქაც არ არსებობს არანაირი აი ესეთი რეცეპტი, რომ აი აბა ახლა შენთან როგორ არის და ესეც კლინიკურად ჩვენ შეიძლება შევაფასოთ, რომ რიგ შემთხვევაში, სადაც მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაცა შეიძლება მართავდეს და ვერ აკეთებს ამას, ხო, დავსვათ ეს შეკითხვა, რომ შესაძლებელია, რომ აქ ეს პროცესი, ხვდებით, უფრო ნელა მიდის და გავიხსენოთ სხვადასხვა ამბავი, მათ შორის გენეტიკა, ხო? ხო, როგორ იყო უახლოეს ნათესავებში, შეიძლება სხვა ვიღაცასთანაც გაგვიარ, ხო, იცი რა, მახსოვს, რომ აი დედაჩემიც მშობლები მეუბნებიან, დედაჩემიც ამბობდა ამას, რომ თვითონაც ძალიან მგრძნობიარე იყო და ძალიან ნერვიულობდა და ძალიან გვიან ბავშვური იყო გვიან ასაკამდე და საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, ემოციურად. ხო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე სამეანო ანამნეზს, ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ხარ იყო გარკვეული პრობლემა ორსულობის და მშობიარობის პროცესში, ამასაც ამ შემთხვევაში ტვინის განვითარების და ნეირო განვითარების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? აქვე უნდა ვახსენო აი ეს სოციალური გარემო, რომელშიც დღეს ყველანი ვართ და მათ შორის ბავშვები და მოზარდები. და ეს წნეხი, რომელსაც დღეს განიცდიან ჩვენი მოზარდები, რომელიც ჩვენ ხანდახან ამას ისე ვამბობთ, რომ კარგი რა, ეხა ისეთი რაღაცეები გვაქვს ჩვენ გადატანილი, რაზე ნერვიულობა. ეხაც რომ მოვდიოდი, მაგალითად ეს ტაქსის მძღოლი მესაუბრებოდა, სუსტად ამ თემაზე მესაუბრებოდა რა, მკითხა რომ უიაზრონების აკადემიაში და გამომკითხა და შესაბამისად ამაზე მეუბნებოდა, რომ ისეთ რამებზე ნერვიულობენ ეხლანდელი ბავშვები, ჩვენ დროს კაცო რას ლაპარაკობ, მასწავლებელმა თავს ჩამარტყა ჯოხი და კინაღამ არც გაუბრაზებულ ვარ მეუბნება. ნახეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ეს არა კი იქვე დააზღვია აუცილებლად. არა, კი ცუდი იყო კაცო რომ ჩამარტყაო, მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ კონტექსტს, ხვდებით? რა სიტუაციაში და რა გარემოებაში იმყოფება ადამიანი და შესაბამისად ახლა ჩვენ ვერ მოვთხოვთ იგივე ამტანობას, იგივე გამძლეობას, იგივე ქცევების განხორციელებას 10-20 წლიანი სხვადასხვა აი ეს განსაკუთრებით აი ესეთი შემდეგი თაობის ადამიანებს, ხო? და თან აი ეს სხვაობა ძალიან შესამჩნევი არის, რაც არის დღევანდელ მოზარდებსა და თუნდაც ჩემს ასაკობრივ დაუშვათ 30-იან წლებში ან 40-იან წლებში მყოფ ადამიანებს შორის. აი მნიშვნელოვანი განსხვავება, იმიტომ რომ სოციუმმა და საზოგადოებამ აი ამ ბოლო 20 წლეულის განმავლობაში ძალიან დიდი ცვლილება განიცადა, ხო? და ამასთან ერთად
ამ ბავშვის აღქმამ მოზარდის ხო მისმა რეაგირებამ და მისმა უნარებმაც ხო იმიტომ რომ ამ სოციალურ გარემოში ვითარდება ის უნარები აუცილებლად განიცადეს რაღაც სახეცვლილება ამიტომ ნახეთ აი ეს წნეხი რომელსაც ჩვენ ხანდახან რეალურადაც არ აღვიქვავთ და ცოტა უგუვებელყოფთ კიდევაც ხო მათთვის მოზარდებისთვის არის ძალიან რეალური ხო მათ შორის აი ეს მოლოდინები ხო მშობლის მიმართ რომ აი ახლა გამოცდა მაქვს და მე არ მყოლია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი, მყოლია დავუშვათ ბავშვი, რომელიც მოვიდა აბიტურიენტობამდე, ჩემთან გარკვეული პრობლემით და არ არსებობს, რომ აბიტურიენტობის დროს არ გამწყვეტდეს მდგომარეობა რა. აი არ არსებობს, ხო? რატომ? ეხა ჩემს თავს ვეკითხები, რომ მანამდე თუ სწავლობდა, რა ვიცი მე, 10-12 საგანს საკმაოდ ისე აქტიურად დადიოდა სპორტზე, იმაზე, ამაზე, მე ვგულისხმობ მე-11 კლასში. ამ მე-12 კლასში გამოსულია სკოლიდან 4 რეპეტიტორთან დადის მხოლოდ, ხო? რეალურად დროც აქვს უფრო მეტი, ასე ვთქვათ. რატო? რის გამოა ეს რომ გაცილებით დაძაბულია, გაცილებით ნერვიულობს? მოლოდინი, აი ამ მოლოდინების გამო, რომელიც მნიშვნელოვან წნეხად აღიქმება მოზარდისთვის, რომ მისგან ელოდებიან, რომ ვაი რა იქნება ეხა მე ეს ქულა რომ მივიღო, ან ის ქულა არ მივიღო, ჩავაბარო, არ ჩავაბარო, ის რას მეტყვის, დედაჩემმა მითხრა რომ ბოლო კაპიკი გადავიხადე შენს მომზადებაში და ეს ხო ვიცი რომ ან არ უთხვამს, მაგრამ მოისმინა, გაიგო, ან საერთოდაც არ მოისმინა, არ გაიგო, მაგრამ უყურებს ამ ყველაფერს ხომ და ეს იმედების, გამართლების დაუშვათ მოლოდინი მისთვის, მოზარდისთვის აღიქმება საკმაოდ სტრესულად და წნეხად. მათ შორის იმ დროს, როცა ამ პერიოდში ეს მოზარდი, ნახეთ რა კითხვას სვავს, საერთოდ რა მინდა და რაზე მინდა ჩაბარება და რა მინდა გამოვიდე, ამაზე ეს არ ვიცი და ამაზე ფიქრს გადადებს და მთლიანი მისი ფოკუსი არის იმაზე, რომ აი რამენაირად აი ეს ეროვნული გამოცდები აი ჩაამთავროს და ჩახუროს და მერე რაღაცა იქნება. მერე აუცილებლად დგება ხოლმე, აი როგორც დღევანდელი შემთხვევა გითხარით, რომელიც ძალიან ბევრი შემთხვევა მაქვს ესეთი, რომ აი იმედგაცრუებული რჩებიან, აი ჩავაბარე არ მინდოდა, საერთოდ არ მაინტერესებდა, აი ეს ის, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ ვთქვი, არ ვიცოდი, დავუჯერე, ვეღარ შევეწინააღმდეგე, ამხელა რესურსიც არ მეყო, დაუშვათ არ დამეჯერებინა, ხო? გარდა ამისა, ეს არის თანატოლები და ის სოციალური სივრცე, მათ შორის სოციალური მედია, რომელიც აყენებს მათ რაღაცა მოთხოვნების წინაშე, ხო? აი მოზარდს გონია, რომ ერთი დღეც კი მე მინახავს მოზარდები, რომელსაც ტელეფონი ჩამოართვეს გარკვეული დასაჯეს, გარკვეული ქცევის, რთული ქცევის გამო და აი ესე იგი დაზაფრული მოდის ადამიანი, რომ აი ხა ჩემი მეგობრები იქ რაღაცას წერენ, რაღაცა ხდება იმ სოციალურ ქსელში, მე არ ვარ ამ სოციალურ ქსელში და მე ამოვარდები მათგან, მე დავკარგავ დაუშვათ ჩემს სტატუსს, ჩემს იქ ადგილს ამ ადამიანების თვალში შევრცხვები, ხო? მეუბნებიან რომ რა უთხრა, რა უხსნა, რომ აი რატო არ ვჩანვა, რატო არ ვწერ პასუხს, რატო არ ვდებ რაღაც ვიდეოს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მათ აქვთ ეს მოთხოვნა რომ იყონ რაღაცის წევრი, მიკუთვნებულობის მოთხოვნა, ხო, რომ მივეკუთვნო რაღაც საზოგადოებას. ხანდახან მეუბნებიან ეს ბავშვები, აი მიგითხარით, რომ თუ თავისუფლად იგრძნობენ თავს, სადაც შეუძლიათ რომ ისაუბრონ, ხო, მეუბნებიან, რომ საერთოდ არ მომწონს ეს გოგოები, ვისთანაც მეგობრობ ამ კლასში, ხო? და არც საერთო მაქვს ამ ადამიანებთან, მაგრამ ისინი არიან ის გოგოები, რომლებიც ლიდერები არიან, რომლებსაც სხვებიც უყურებენ და აი ისინიც ჩემთან მეგობრობენ და მე ამიტომ მეგობრობ. ძალიან ბევრი რამე არ მოსწონთ. ხვდებით მათი არც ქცევა, არც ინტერესებით შეიძლება საერთო არ კონდეს, მაგრამ შიში იმისა, რომ იზოლირებულები იქნებიან და აი ეს ამოვარდნილები აი ამ რაღაცა კონტექსტიდან იმდენად მაღალია, რომ მიდიან აი ამ კომპრომისზე, რომელიც რთულია ეს მისთვის გადასალახად, იმიტომ რომ ძალდატანებითია აუცილებლად, არა? და რაც მთავარია qalbi ვალიდაცია არის. ხვდებიან ადრე თუ გვიან, რომ ეს არ არის სწორი ვადე, არც მათი განცდები ერთმანეთის მიმართ არ არის გულწრფელი. ხვდებით და ეს მერე ძალიან მძიმედ განიცდება ადამიანისთვის.
ტვინის სპეციფიკა, როგორც გითხარით, არის ძალიან სპეციფიური და აი ამ ტვინში ამიგდალა, რომელიც არის ჩვენი ტვინის ის კონკრეტული ცენტრი, რომელიც შიშსა და შფოთვაზე არის პასუხისმგებელი, გაცილებით ადრე ყალიბდება, ვიდრე აი ეს პრეფრონტალურ, ანუ შუბლის წილის კორტექსში აი ეს ჩვენი ემოციების კონტროლის მექანიზმი. ამიტომ ბავშვებში შიში შფოთვა გაცილებით ადვილად იბადება, გაცილებით უფრო მარტივად აღიძრება, ვიდრე აი ამ შიშის და შფოთვის თვით კონტროლი. მე ხვდით? აქედან გამომდინარე, ხვდებით აი რაღაცა სიტუაციები, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ხა არც შემაშინებელი იყოს, არც დიდად სანერვიულო არ იყოს, მათთვის და იყოს მარტივი, ხვდებით? მათთვის ეს ძალიან შემაშინებელი და საშიშია. და როდესაც ჩვენ ესე ვუდგებით, რომ კარგი რა, ხა ეს რა ისა. ნახეთ, მათი აღქმა რა არის, რადგან ისინი ამ პრიზმით ვერ უყურებენ, რომ ეს მარტივია და მათთვის ეს რჩება რთულად. ისინი აი ესეთ ახსნას პოულობენ, რომ მშობლისთვის სულ ერთია. დიდად ჩემს აზრს, მნიშვნელობას და ჩემს განცდას დიდად მნიშვნელობას არ ანიჭებს. ესეთ ახსნას უპოვებენ. მე კი ხვდები, რომ არც ერთია სწორი დაუშვათ, ხომ და ასე არ არის, უბრალოდ მშობელი რეალურად თავის თავს აყენებს მის ადგილას. ხვდებით და ასე რომ ეს ახლა რა დიდი სანერვიულო ამბავი, მაგრამ მისთვის ეს სანერვიულო. ამიტომ ხანდახან ჯობია ხოლმე რომ მის ადგილას დავაყენოთ ჩვენი თავი და არა ჩვენი თავი აი მის ადგილას რა გაგებით ვამბობთ, ის რომ მისი პრიზმით შევხედოთ, მისი რესურსით შევხედოთ და არა ჩვენი რესურსებით და ჩვენი გამოცდილებით, ხო? იდენტობის კრიზისი ვახსენე კიდევაც და დღეს ძალიან დიდი პრობლემა არის იდენტობის არა მხოლოდ ფსიქიკური და პიროვნული იდენტობის სირთულის, არამედ ფიზიკურიც და ამასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით პრაქტიკაში. ხა მე ბოლო 10 წელია აქტიურად ვმუშაობ მოზარდებთან, ხო? აი ამ 10 წლის განმავლობაშიც კი და 10 წელი ახლა ეს თითქოს ძალიან დიდი დრო არ არის, ხო? აი ამ 10 წლის განმავლობაში კატასტროფულად შეიცვალა მოზარდის დამოკიდებულება სხეულთან ნეგატიური თვალსაზრისით. ხვდებით? აი 10 წლის წინ თუ დაახლოებით 10 შემთხვევიდან ერთი ამ ტიპის შემთხვევიდან ერთი შეიძლება თვითდამაზიანებელი ქსევით ყოფილიყო წარმოდგენილი, დღეს 10 შემთხვევიდან 8 არის თვითდამაზიანებელი გარკვეული ქსევით წარმოდგენილი. მე ვგულისხმობ სხეულებრივად, ხო? აბსოლუტურად აი ესეთი უგუვებელყოფა და მიუღებლობა საკუთარი სხეულით, როგორც საკუთარი მათ შორის იდენტობის ნაწილით. ზუსტად იგივენაირი არის საკუთარ შინაგან თავთან, სამყაროსთან, მესთან, ხომ ძალიან დიდი სირთულე აქვს. მუდმივად ისედაც ბუნებრივია მოზარდისთვის გარკვეული ექსპერიმენტობა, კითხვების დასმა, ხო, მაგრამ დაუსრულებელია ეს კითხვები და პრობლემა დგება იმაში, რომ ამ კითხვებს პასუხი ვერ გაიცემა. ხვდებით, ან საზოგადოება და აი ეს ძალიან გავრცელებული ტრენდები აძლევენ ისეთ მზა პასუხებს, რომელიც ნამდვილად არ მოქმედებს მათზე დადებითად, ხვდებით და სთავაზობს ისეთ გამოსავლებს, რომელიც ასევე აბსოლუტურად არ არის მიმართული იმისკენ, რომ გააჯანსაღოს ადამიანის ცხოვრება და ყველაფერი აბსოლუტურად ხდება, რომ ეს არაფერი ეს ნორმალურია, ეს ნორმალურია, ეს ნორმალურია, ხომ? არის რაღაცა, რაც ნამდვილად არ არის ნორმალური და ესეც იმისათვის, რომ ადამიანი და პიროვნება გაძლიერდეს და ჩამოყალიბდეს, ესეც მკაფიოდ უნდა შეძლოს ამის განსაზღვრა, ხო, რომ არსებობს რაღაცა ნორმა, არანორმა, კარგი, ცუდი და აი ესეთი რაღაცა ბაზისური შეფასებების გაკეთება შეძლოს. რა ფსიქიკური აშლილობები არ დამავიწყდა თქვენი შეკითხვა. მეორე ნაწილზე რომ გადავალთ, ხო, უფრო აი ამ დიალოგის რეჟიმში რომ გადავალთ, აუცილებლად შევეცდები, რომ ამ ყველაფერს ახლა უბრალოდ ცოტა დრო დაგვს რამდენადაც, ხო, ხვდები და უცებ ვიტყვი ფსიქიკურ აშლილობებზე, რომლებიც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ კი ადამიანმა და აუცილებლად ხაზს გაუსვავ. რატომღაც მიიჩნევა, რომ ფსიქიკური აშლილობები, საზოგადოებაში, არაპროფესიულ საზოგადოებაში ფსიქიკური აშლილობები არის მხოლოდ ზრდასრულთა ხვედრი. რა თქმა უნდა, ესე არ არის. მეტიც, დაახლოებით 75%-ზე მეტი ის ფსიქიკური აშლილობისა, რომელიც ზრდასრულ ასაკში დიაგნოსტირდება, მათი ჩანასახი, მათი გამოვლენა იყო მოზარდობის ასაკში. უბრალოდ იდენტიფიცირება ამისი მოზარდობის ასაკში არ მოხდა და მიაწერეს სხვადასხვა
ასე ვთქვათ, მიზეზებს, ხო? ამიტომ მოზარდებშიც იგივენაირად შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, კლინიკური დეპრესიის მდგომარეობა, ძილის დარღვევა, კვების აშლილობა, როგორც დასრულების მდგომარეობაში, ხო? და აი ამ ძალიან გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობამდე, როგორც არის შფოთვითი აშლილობები, კონკრეტულად კი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, როდესაც ადამიანი მუდმივ დაძაბულობის, მუდმივად ხიფათის მოლოდინში, მუდმივად საშიშროების მოლოდინშია და აი როგორც გითხარით, აი სიმპათიკური ნერვული სისტემა მუდმივ აგზნებულ მდგომარეობაში არის და სულ წინასწარი ცუდის მოლოდინი აქვს, მოცული ნეგატიური აზრებით. არ გამომივა, ვერ ჩაუბარებ, ვერ გავაკეთებ, ცუდად მოხდება, არ იღებს ტელეფონს, ესე იგი კატასტროფა მოხდა, აგვიანებს, საშინელებაში არის და ასე შემდეგ. აი ამ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, რომელიც არის გუნება-განწყობის პათოლოგიური დაქვეითება, თავისი ენერგიის ნაკლებობით, კონცენტრაციის დაქვეითებით და აი ამ უღირსობისა და თვით დანაშაულის განცდით, რომ მე არ ვარგი ვარ, მე ვერ გამოვდექი, კარგი, მე ვერ გავამართლე ჩემი მშობლის დავუშვათ იმედები, ასე ვთქვათ. განსხვავება, რაც არის მოზარდებაში ზრდასრულებისგან, ბავშვებს რაღაც შემთხვევაში უჭირთ, რომ ზუსტი იდენტიფიცირება მოახდინონ საკუთარი ემოციების. შესაძლოა ესეც ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს დღევანდელ მოზარდებში, იმიტომ რომ ერთის მხრივ მე მგონია, რომ უბრალოდ არავინ არც ამაზე საუბრობს და არც დიდად არ ასწავლიან, ხო? როცა რაღაც ანატომიას ხო ვასწავლით ბავშვს სკოლაში იმისთვის, რომ იცოდეს საკუთარი სხეულის აღნაგობა ელემენტარულ დონეზე. ემოციებიც ახლა საერთიდან ხო არ მოდის. ესეც უნდა გარკვეულწილად ან ისწავლებოდეს, ან უნდა მშობელი ვასწავლიდეთ ამას, ხო? მე რო ხანდახან ვეკითხები, რომ რას გრძნობ, ძალიან კარგად განვითარებული მოზარდი, რომელსაც კარგი ინტელექტუალური მდგომარეობა აქვს, ვერ სახელდებას ვერ უკეთებს საკუთარ ემოციას, ხო? ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ მე შეფასების დროსაც ძალიან გიჭირს. ჩვენ არა გვაქვს ანალიზი და შესაბამისად შეფასებას ვახდენთ ადამიანებისთან გასაუბრების და მათ ქცევაზე დაკვირვებით, ხო? აჰედონია, აი სიამოვნების ვერ მიღება ვერაფერი აქტივობისგან, უინტერესობის განცდა და როგორც გითხარით, აი ეს თვით დანაშაულის შეგრძნება, რომელიც ძალიან პათოგნომური არის დეპრესიისათვის, ხო? უღირსობის და დანაშაულის შეგრძნების, რომ ტვირთი ვარ მე აი ამ ადამიანებისთვის. ძილის დარღვევას არ შევჩერდები და კვებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი ამ კვებითი სტიმულით ხდება მუდმივად გადაძაბული მოზარდი. კვებითი აშლილობა არასოდეს პირველადი არ არის. როგორც წესი, ის არის თანმდევი რაღაცა სხვა პროცესის, ან შფოთვითი, ან პიროვნული კრიზისის პროცესის, ან რაიმე სხვა პროცესი, შეიძლება ფსიქოზური პროცესის. მაგრამ ეს კვებით აშლილობამდე დაუშვათ აი რასაც ქვია ბულემიური კვება, ხო? და შემდგომში მერე ანორექსიული კვება, რომელიც აკრძალვაა, დაუშვათ საკვების ამ პირიქით მიღებული საკვების ამოღება, ხო? ესეც ერთი მექანიზმი არის ის, რომ მარტივი დოფამინის რეცეპტორების ამგზნების გზა. ეს დოფამინის რეცეპტორები სიამოვნების და ბედნიერების წყაროს წარმოადგენს, ხო? და აი უცებ შევჭამ დიდი რაოდენობით ტკბილს, ან დიდი რაოდენობით რაიმე ამ საკვებს და იმ მომენტისთვის ჩემი ფსიქიკა განიცდის აი ამ სიამოვნებას, განცდას, იმიტომ რომ სხვა საშუალებით მე ამ სიამოვნებას ვერ გამვიცდი. ამიტომ ეს არის მარტივი ყველაზე ხელმისაწვდომი გზა და აი ადამიანებს უყალიბდება მე აი ესეთი არაჯანსაღი ქცევის პატერნი და შეიძლება მივიდეთ კვებით აშლილობამდე, ხო? იმიტომ რომ როგორც გითხარით, მე სხეული ფორმას იცვლის, ამაზე მეორადად ყალიბდება არასწორი შეხედულება და მიიყვანოს შეიძლება ადამიანი კვებით აშლილობამდე. ზუსტად იგივე მექანიზმი არის ნივთიერებათა დამოკიდებულების თვალსაზრისში, ხო? ადამიანი ამ ნივთიერებებთან მიდის იმ შემთხვევაში ერთის მხრივ, რომ რაღაცა გარკვეულ რეალობასთან და რაღაცა გარკვეულ სტრესთან ის ვერ ახდენს მის გამკლავებას, მოგვარებას და აი ამ საშუალებებით, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ან ამგზნებად ან დამთრგუნველად მოქმედებენ, ყველა შემთხვევაში გააქცევენ ამ რეალობას, აი ასე, რა თქმა უნდა, არაჯანსაღად, მაგრამ პოულობენ, ასე ვთქვათ, შვებას, რომელიც შემდგომში ყალიბდება ადიქციებად. 7 საათი თუ არის საკმარისი ძილისთვის, რამდენი? აი თქვენ 9 საათი, რო თქვი 9 საათი, რა ვიცი, მე არასდროს არ მძინები. ან რამდენი არის საჭირო ზოგადად ადამიანისთვის? ძალიან ცუდი შეკითხვას მისვავთ ახლა მე, იმიტომ რომ გააჩნია ვისთვის შემოგარგო. აგერ ნაპოლეონს 3 საათი ეძინა თუ 4 საათი და
არაპროდუქტიულობას ვერ დავსწამებთ ახლა იმ კაცს, შეიძლება ბევრი სხვა რაღაცა იმას ქონდა. ასე ამბობ ყოველ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ინდივიდუალურია, ხვდები, მათ შორის ბავშვებში და მოზარდებში ეს ცირკადული რითმი განიცდის ცვლილებას. ამიტომ ძალიან მე არ მინახავს შემთხვევა, სადაც მშობელი არ მოსულა. უამრავი პრობლემაა. მშობელი პირველი შემოდის, ჯერ ბავშვს ვესაუბრებით, ზოგადად ეს გაცილებით უმჯობესია თუ სამომავლოდაც დაგჭერდათ თქვენ, ღმერთმა არ დაგაჭიროთ კაცო, მაგრამ თუ დაგჭერდათ, თქვენც გაითვალისწინეთ, ხშირ სპეციალისტები რატომღაც არ ითვალისწინებენ, მაგრამ თქვენ გაითვალისწინეთ. ჯერ ასაუბრეთ ბავშვი სპეციალისტთან დამოუკიდებლად. გადაწყვეტთ, რომ თქვენ აუცილებლად უკეთესად მიაწვდით ინფორმაციას, აუცილებლად უნდა დაგელაპარაკოთ თქვენს სპეციალისტი, მაგრამ ჯერ ჩამოყალიბდეს ეს ნდობა ბავშვსა და სპეციალისტს შორის. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ შედის მშობელი, იქ ფაჩუნობენ რაღაცას, ეს ბავშვი გარეთ იცდის, არ იცის საერთოდ სად ხდება, სად მოსვლა, მერე შემოდის და გიყურებთ როგორც მისი მშობლის აგენტს და ვერაფრით ვერ დაუმტკიცებთ, რომ თქვენ ახლა მასზე, ამიტომ როგორი თავგამოდებითაც არ უნდა იყოს მშობელი და ხშირად მიწევს საკმაოდ ისე კატეგორიულად თქმა, რომ ძალიან გთხოვთ და რა თქმა უნდა ბავშვის ნებართვით, იმიტომ რომ ეს ყოველთვის არ გზნობს თავს უცხო ადამიანი ვარ, ხო, არ გზნობს თავს კომფორტულად. რა თქმა უნდა კითხოთ, ნებართვა აიღოთ, მაგრამ არ ვიცი, აბსოლუტურ უმრავლესობაში, როცა ბავშვი მიხვდება, რომ ჯერ ისეთი ელემენტარული საუბრით მშობელთან ერთად, სახელი გვარი გაიცნოთ ერთმანეთ და მიხვდება, რომ არ ჭამთ და ფეხს არ მოაჭამთ და არ ჩაკეტავთ რაღაც კარადაში, გამოიმუშავებთ ამ ნდობას დარჩით მარტო, და უნდა დარჩეს აუცილებლად სპეციალისტი. შემდგომში შედით და აუცილებლად მოუყევით თქვენი პერსპექტივა. ხვდები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენდოთ და მას განუცხადოთ ამაში, რომ მე შენ გენდობი, იმიტომ რომ შენთან მაქვს საქმე პირველ რიგში და დედა იმისთვის განუმარტოთ, ასე რომ დედა და მამა იმისთვის მჭირდება, რომ ეს სურათი შევავსო. და არა იმისთვის, რომ მათი დაკვეთა შევასრულო მე, ხომ? ეს გაცილებით უკეთესია. აი ახლა ნახეთ აზრი გამექცა და საიდან დავიწყე? რისი თქმა მინდოდა აღარ მახსოვს ამითი. მაგრამ საათზე, ძილზე. ხო, კი, აი ახლა მივაბავ. აბსოლუტურად ყველა მშობელი შემოდის, ვისაუბრებთ ბავშვთან. საოცარ თემებზე. იქ ეგზისტენციალური კრიზისი არის, იქ საოცარი განცდები აქვს ბავშვს, რა ვიცი, კლასელთან აქვს რაღაც ერთულე, ოჯახში აქვს საოცარი ტრაუმული გამოცდილება აქვს, მშობელი შემოდის და გითხრათ რომ არ ძინავს. აი მთავარი ის ვიძახე რომ აი კაცო ეს არის ალბათ მე-1000 პრობლემა ამ ბავშვის გითხრათ ხო რომ არ ძინავს. მე რა თქმა უნდა ვუხსნით რომ რა დააძინებს ბავშვი ისეთ მდგომარეობაშია ახლა რა თქმა უნდა ეს არ დაძინება, მაგრამ ეს ხუმრობა იქით იყოს, რა თქმა უნდა როცა როგორც გითხარით ბავშვის თავის ტვინი ჩამოყალიბების პროცესში რო არის, მათ შორის ესე გამოწერილად, შენ ამ დროს უნდა დაიძინო იმ დროს, რა რეჟიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შორის იმ რეჟიმს, რასაც ყველა დაიცავ, წადი დაიძინე. აი, მოზარდია, ხვდები და ეხლა თქვენ იქ ერთობით დაუშვათ ისეთი მოზარდია, რომელსაც უნდა კაცო თქვენთან ერთად ყველა მოზარდს ხო არა უნდა ესე რომ არიჯდეს ამ кейფზე. ვიღაცას უნდა კაცო ამ кейფზე რო იჯდეს, წადი დაიძინე, არ უნდა ეს დაძინება რა თქვენც უნდა მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ, მით უმეტეს ცოტა ესეთი მოზარდი თუ არის, რომ გიყუროთ, რომ აი ნახე თვითონ იცავს კაცო ამ რეჟიმს და რა კარგია, რამდენრამეს ასწრებს. იმიტომ რომ აი ამ რეჟიმს იცავს, მაგრამ ეს ცირკადული რითმი სანამ ამ ჩამოყალიბების პროცესშია, ხო, ეს ბიოლოგიურ საათს, რასაც ვეძახით, ხო, არის ეს სირთულეები ჩაძინებასთან დაკავშირებით და ეს ამის მიმართაც არ უნდა ვიყოთ ძალიან ის, რომ აი ყველაფრის მიზეზი არის ძილი და ტელეფონი, ხომ ასეა? მე იმედ გაცნობულს ვტოვებ, რომ არა, ასე არ არის ახლა ძილი და ტელეფონი შეიძლება საერთოდ შედეგიც იყოს და არა მიზეზი. არც იმას რომ საათი დაიძინო და რომელზე ეს არ აქვს მნიშვნელობა, როგორ არ აქვს მნიშვნელობა, ღამის საათებში სხვა ჰორმონალური და ნეირობიოლოგიური ძვრები მიდის ადამიანის თავის ტვინში, რა თქმა უნდა, ზოგადი რეკომენდაცია არის, რომ ადამიანს 12 საათიდან დილის 7-8 საათამდე ეძინოს. აი ამ დროს ეძინოს, იმიტომ რომ ეს ძილის ჰორმონიც, მელატონინიც ამ დროს გამოიყოფა, ამ დროს აქტიურია და ეს ძილის ფაზებიც მე რაც გითხარით, რომ უნდა აი ესე თანმიმდევრულად განვითარდეს.
ამ პერიოდში იმიტომ არის კარგი ძილი, რომ ამ პერიოდში ის ნივთიერებები, რომელიც თავის თვისში გამოიყოფა, ის უწყობს ხელს ღრმა ძილის დადგომას და ასე შემდეგ. ეს თავისთავად არ ხდება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ინდივიდუალური ის გასათვალისწინებები, რესურსის გასათვალისწინებები. მე შემიძლია დილიდან საღამო, აი ხა შემიძლია რომ კიდე გავაგრძელო და ვილაპარაკო კიდე 2 საათი ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ხა ხო? მაგრამ ეს არის იმიტომ კი არა რომ მე ისეთი გადასარევი ფსიქიატრი ვარ რომ მარტო მე მიყვარს ახლა ეს ჩემი საქმე და მე ვიცი. იმიტომ რომ ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი ზოგადად დაბადებიდან იყო მაღალი. ხო, მე რო ყოფილიყავი დაუშვათ ინჟინერი, ხო, როგორც ინჟინერი ინჟინერულ თემაზეც ასე ვილაპარაკებდი. ეს არის ინდივიდუალური ენერგეტიკული პოტენციალი, ტემპერამენტის ამბავი, ხო? არსებობენ ადამიანები ჰიპერთიმიურები, აწეული გუნება განწყობით, ენერგიულები, რთულად იღლებიან, ხო? არსებობენ ადამიანები დაბალენერგიულები, ხო? ხა ჩემ მეგობრები ზოგი რომ ისმენს ისე დაიღლება ხოლმე, რომ ხო, იმიტომ რომ დაბალენერგეტიკული ადამიანები. ცუდი კარგი კი არა. ეს მოცემულობაა ხა რაღაცა, რომელიც უნდა მივიღოთ და შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრებაც და მაქსიმალურად ხა შეძლებს დაგვარად. კი ბატონო, ამიტომ ამაზე ესეთი კონკრეტული პასუხი ნამდვილად ვერ მეკითხა. როცა ადამიანი მეტყვის, რომ 3 საათი მძინავს თუ ნაპოლეონი არ არის, რა თქმა უნდა, ვეუბნები, რომ ცოტა. კი. ვისთან, თქვენ. კი. ჩემს შვილს, მეუბნები, რომ 8 საათის შემდეგ გაჭედდა ნარკონდეს ურთიერთობა. ამაზე აქვს პროტესტი. იმიტომ რომ შენ რო გიჭირავს 8 საათის შემდეგო, მედიკო, მე რატომ იშლიო? მე აუხსენი ახლა ჩემი მით, რომ მე მთელი დღე საქმეს ვაკეთებ, რაღაცებს და მე იმ დროში მცადდება. თუ კი ჩემ ტვინზეო ცუდად მოქმედებ, შენ ტვინზეც ხო მოქმედებსო ცუდად. ნამდვილად. კი, ნამდვილად. მე და მჭირდება ვებინარებს, ანუ ჩართვა მაგან როგორ მას არ სჭირდება? თუ თქვენი საჭიროება უფრო ღირებული არის, ხო? თამაშიც სჭირდება რაღაცებში. რა თქმა უნდა, უნდა ბალანსირდეს. სწორი აქცენტი გითქვამთ, რომ მე დღის განმავლობაში რაღაცა საქმეს რო ვაკეთებ და თუ თქვენ შვილს დღის განმავლობაში მთელი დღე უჭირავს და 8 საათის მერეც უნდა, ეს უკვე დისბალანსია. ხვდებით? აი თუ მთელი დღე ტელეფონში, თუ საღამოს მოდის და გეუბნებათ, რომ ვიმეცადინე, გავაკეთე და სკოლაში ვიყავი, ეს თქვენ და ხა 8 საათის მერეც არ მაძლევ ამის საშუალებას, ხვდები თუ სამართლობის განცდა, რა თქმა უნდა, ეუფლება. მე არ ვარ მომხრე, რომ შევზღუდოთ თანამედროვე ბავშვის ცხოვრებაში გაჯეტი ან კომპიუტერული ტექნიკა. არ ვარ მომხრე. ვისურვებდი თუ არ ვისურვებდი, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ არსებული რეალობა ისეთია, ხვდებით, ახლა ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინო ბუნებაში ველად გაჭრილი ის სამეგრელოში ვიყავით ჩასული ექსკურსიაზე და გზა აგვებნა და არ იჭერდა იმ სიტუაციაში და ვეუბნები რომ კაცო ხო არსებობდნენ ხალხი რომლებიც აგნებდნენ ამ ადგილს სადროცა არ იყო ეს Google Maps-ი ვკითხოთ აგერ ვიღაცა ჩამოევლეთ რაღაცა ამ დროს ცხენით მოდის ვიღაცა ჩამოერე გადავხედეთ რომ მოზარდი ვეკითხები რამდენი წლის ხარ მეთქი 12 წლის ხო ცხენზე იჯდა იმისთანადგომით აი პოზით ისეთი მოძრაობა გააკეთა, ისე მიგვითითა დაუშვათ რაღაცას ახლა ვიცი ამ დროს გამახსენდა ჩემი 12 წლის შვილი, რომელსაც სახლში ჰქონდა არაჩვეულებრივი განვითარების, არაჩვეულებრივი ყველაფრის, მაგრამ პირველად ნიკორაში რო ჩავიდა 12 წლის სასახლში დამოუკიდებლად ოღონდ გადასასვლელი არ იყო, სახლში იყო 3 ტელეფონი გავატანეთ, პეიჯერი კიდე რა ვიცი, ვიდეო თვალი და იყო სახლში დიდი ამბავი. ეხლა ესე რო შევხედოთ, ხო, ეხლა ვისურვებდი თუ არა, ეხლა მაგრამ არსებული რეალობა ის იმ რეალობაში ხვდები აბსოლუტურად ადაპტირებულია, იმიტომ რომ ეხა იქ ბუნებაში ცხოვრობს, სახლში ცხენები ყავს და ეს მისთვის არის აბსოლუტურად ბუნებრივი გარემო, ხვდები, ესე თავისუფლად ურთიერთობა, ხვდები, ეხა ჩემი ძმისშვილისთვის იმ მომენტში ვიღაცას გაეჩერებინა, მანქანა ეკითხა, აი არ უცხოს არ დაელაპარაკო, არ იმას ხნა, შეიძლება გაქცეულიყო ეს ბავშვი, ისე რომ პატრული გამოეძახა. ხა ის ადამიანი, ისევე როგორც მეორე ჯერ ვიყავი კიდე გუდიაში 10 წლის ბავშვი ჩაგვიზდა მდინარეზე წამიყვანეო რა გეხვეწები რაღაც ჩვენ შევეკითხე რომ შვილო არ ჩაუჯდა ხა მე ვარიგებ. რას მარიგებ? მე არ ვიციო ხა რასად უნდა წამიყვანონ აქ ყველა ჩემი ახლობელი ლაინსობია დამცინა ხა 10 წლის ბავშვმა და მივიღე ეს. სიტუაციას გარემოს გააჩნია.
ბავშვები თანამედროვე მით უმეტეს ქალაქში მყოფი ბავშვები, რომლებიც ერთმანეთთან ესე მათ შორის ვერ კომუნიკაცია არ აქვთ ესეთი, ხო, ერთი ადგილიდან მეორეზე მისვლას 40 წუთი უნდა წამიყვანე ის რო წარმომიდგენია, რა საცობებია. ამიტომ გარდაუვალია ეს გაჯეტები ჩვენ ცხოვრებაში, გარდაუვალია და ამას ან მივიღებთ, ან არ მივიღებთ. ხომ თუ არ მივიღებთ, ხომ ვერ გეტყვით მე იმ არგუმენტს, რომელიც იქნება მტკიცე. ვერ გეტყვით, ნუ არ მაქვს არც მე ეს არგუმენტი. როგორც თქვენ არ გაგვთ და გამოგიჭირათ თქვენმა შვილმა, ისე არ მაქვს. მოზომილად, აუც თქვენც ამას გირჩევთ რა. მოზომილად გააკეთეთ ეს რაღაცები. მაგალითად, წესები შეიმუშავეთ, რომ ჭამის დროს არავინ არ ვიყენებთ. მე ვოცნებობ იმაზე, რომ ისეთი სიტუაცია შეექმნა სახლში, რომ სახლში აი ღამე დავუშვათ არავის არ გქონდეს ინტერნეტი. მე ვოცნებობ ჩემი თავისთვის დავუშვათ, იმიტომ რომ მე ალბათ დავისვენებ თქო ესეთ სიტუაციაში. შურს ნამდვილად. ოღონდ ყველასთვის. ხვდებით რომ დავისვენოთ დავუშვათ. ხო, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთი დამაზიანებელი, რომ ხვალ მივიდეს ბავშვი და რაღაცა არ ქონდეს გაკეთებული სამუშაო და ხისტად ამას არ გულისხმობ. თუ მივხვდებით რომ რა ვიცი რაღაცა კონკრეტული საათსვერე შეგვიძლია სხვა რაღაცეები გავაკეთოთ, რითაც შევავსებთ, ხვდებით, აი ამ დროს ღირებულად ყველასთვის საინტერესოდ დავუშვათ, ხო? ამას რა ჯობია? მარტო ბავშვებს კი არა. ვინ ამბობს მარტო ბავშვებს? რომ მოდის ჩემთან სტუმრად, დედა, შეგიძლია ცოტა ხანი ტელეფონი დადო და დამელაპარაკო. სულ ტელეფონშია. აი ძლივს გადავაჩვიე რაღაცა. ხო, დადებს ცოტა ხანი 15 minutით გამერეზე ვაიგებს. რომელ ბავშვია და ხო, მიჯაჭული ხდები, მათ შორის ინფორმაციაზე მიჯაჭული ხდები, ახლა გინდა არ გინდა ძალაუ სულ კი. მაგალითად მე რჩევია თამაშას ვიდრე სკროლას. მე სულ ვეკითხებ, მე თვითონ მაღიზიანებს სკროლა შეიძლება შეუქმნას. არც თამაში და მე ძალიან ზიზიანდები და ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს არის ის, რომ სკროლის დროს რაც ყველაზე მეტად გამეცინა, რაც ყველაზე მეტად რაღაცა საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა, ან მეწყინა, არაფერი არ მახსოვს. სკროლავს ვამთავრებ და ისევ ცარიელი ფორცელი ვარ, რაც სკროლამდე ვიყავი. იშვიათად არის სკროლის დროს დაგამახსოვრდეს ან რაიმე ძალიან სასაცილო, ან რაიმე ძალიან საწყენი, ან ძალიან რაიმე ინფორმაციული. სკროლას ნახეთ, გააჩნია თამაშს, ხო? რა თქმა უნდა გააჩნია. თამაშები არის ზოგჯერ ისეთი კარგი განმავითარებელი, ისეთი კარგი იმის შინაარსის და კარგ უნარებზე მიმართული, რომ რატომაც არა მეორეც ისა თუ კი ბავშვს აქვს ამისი უნარი დაუშვათ აი კომპიუტერულ მათ შორის თამაშების მე ისეთი ბავშვები ვიცი, რომლებმაც არაჩვეულებრივად გაიხადეს ეს პროფესია, ხო, ახლა მოგწონს, არ მოგწონს, მე ახლა ის მინდოდა სპორტსმენი შვილი, მე მეომარი შვილი, მე ისეთი აკადემიკოსი და ეს რა არის სახში ზის და რაღაცას კომპიუტერში მუშაობს, ეს ძალიან ხისტი დამოკიდებულებაა, ხო? ის ბავშვები, რომლებიც დღეს უკვე ზრდასრულები არიან და კომპიუტერით მუშაობენ, პროგრამისტები არიან, IT სპეციალისტები არიან, რა ვიცი, 10-ჯერ მეტ შემოსავალსაც გამოიმუშავებენ და ერთმა მისცეს გაცორაზია საუბარი, მაგრამ პროდუქტიულობა მაგაშიც გამოიხატება. თუ ეს შენი საქმეა და გაინტერესებს და აკეთებ, ნუ რა არის ამაში პრობლემა? ზღვარ გადასული, დაუბალანსებელი, ყველაფერი ცუდია. მაგრამ ზღვრული სკროლვაც არ არის ცუდი. ხვდებით, ხანდახან მე რომ მივდივარ კი აღწერე რომ ესეთი ენერგია მაქვს, ხა მეც ვიღლები, რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან დავშოთ არც ფილმის ყურება არ მინდა, არც ის არ მინდა. ეს სკროლვა იქ ვუყურებ კონტენტსაც ხო გააჩნია ესეც როგორ ჭკვიანურად, ხო, ალგორითმიც გიგდებს. რატომღაც აი ამ მომზადების ვიდეოებს მაგალითად, ხო, არ ვამზადებ მე და ალბათ მაგიტომ ვისვენებ, რატო? იმიტომ რომ დისოცირებ იმ მომენტში, ხვდებით? ნახეთ, ჩემი გონება, იქ მივდივარ, რომ მე ახლა გავაკეთებდი ამას, არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც გავაკეთე, ისეთ საშინელება გამოვიდა, იმას აღარ გავაკეთებ არასდროს, მაგრამ მაინც ჯუტად ვუყურებ და ვფანტაზირებ. ხვდები, რომ აი წარმომიდგენე, რომ მეც ესე ლამაზად 2 ინგრედიენტით სასარგებლო ბრაუნის. ეს საერთოდ საგიჟეთია რა, ესე იგი, რაც მე ამან ნევროზი დამართა, ესე იგი, და რაც ჩემს საწყალმეუღლეს კუჭის წყლული, ესე იგი, ვაკეთებ ამ 2 ინგრედიენტით არ გამომდის. პუილია. დიახ. ზღვრული.
გამოადგა, თამაშობდა რა და ისწავლა ძალიან კარგად გეოგრაფია. ანუ წიგნი არა ფაქტიურად გადაშლილი, გეოგრაფია ისეთ დონეზე იცის. თავისი ინფორმაციული, თუმცა ინფორმაციულ ცოდნას, აი ესეთ ენციკლოპედიურ ცოდნას, თავისი რა თქმა უნდა, პლუსები აქვს, არიან ბავშვები, რომლებსაც მაგალითად მე და ჩემი ძმა ხა ერთ კლასში ვიყავით, წელია ჩვენ შორის განსხვავება, ერთ კლასში ვიყავით, ერთნაირად გავიზარდეთ, ტყუპებივით გავიზარდეთ, მაგრამ ნუ განსხვავებული ტემპერამენტით და განსხვავებული უნარებით და უყვარდა ძალიან ენციკლოპედიური ცოდნა. და შესაბამისად ძალიან მცირე ასაკში იყო, რომ მაშინ არ იყო ხა ინტერნეტი, ხო? რა მინდა ვთქვა, რომ ზოგს აქვს ეს ამგვარად მოწყობილი ტვინიც და ფსიქიკაც, რომ მაგალითად მოკლე ინფორმაციას, ხო, სადაც აი მოკლედ არის მოცემული ინფორმაცია, ენციკლოპედია და საძიებო ასეთი ან სტატიები, ან ამგვარ ინფორმაციას გვაძლევს, ხო, მოკლედ მოცემულ. არ უყვარდა ну ბავშვობაში ასეთი მხატვრული გაწელილი ტექსტების და მხატვრული ლიტერატურა. მე პირიქით ხვდებით, ვერანაირ ინტერესს ვერ ვნახულობდი დაუშვათ აი ესეთ მოკლე. ეს ცუდი თუ კარგი, ისევ ამ საკითხზე ვდგავართ. არც ცუდი, არც კარგი, ეს არის ადამიანის ტვინის მოწყობაზე, მისი ფსიქიკის და მისი ტემპერამენტის. ასე ვთქვათ, ახლა ჩემი ძმა ამდენი ცხოვრებაში გადაბმულად არ ულაპარაკია, ახლა მე რაც თქვენ გესაუბრეთ, ხო, შესაბამისად, იმიტომ რომ მისი სტრუქტურა და ფსიქიკის სტრუქტურა ამასთან შესაბამისობაში მოდის, ხომ? ესეა, ძალიან ინდივიდუალურები არიან ადამიანები, მათი უნარებით, შესაძლებლობებით, მისწრაფებებით და ეს უნდა მივიღოთ, კაცო, არ არის ის, რომ აი რატო არ ხარ აი ესეთი, როგორიც არის მაია, რომელიც რაღაცებს კარგად აკეთებს. დიახ. კი. მოკლედ, ჩემი შვილი უყურებს რაღაც სამეცნიერო კვლევებს და რაღაცებს. მე პროფესიით ვარ ფიზიკოსი. და ანუ ნათესაობისგან ესმის, შენც დედიკოსავი ჭკვიანი ხარ, შენც დედიკოსავი. ბავშვი უყურებს ამ ვიდეოებს, ანუ კვლევებს და რაღაცებს და მე მიჯდება წინ, იცის ინფორმაცია და მამოწმებს. მე ბრაზდება, მე ხო მისვავს კითხვას. მე პასუხობ. დიდი ალბათობით თქვენ კი არ გამოწმებთ თავის თავს ამოწმებს ამ შემთხვევაში, ხო? ესეც იცის, აქცენტ ესეც იცის. თავის თავს ამოწმებს, ამაშია საქმე. აუცილებლად და მათ შორის თქვენთან ადასტურებს იმას, რომ ნახე დედიკო, მე ხო მომთხოვეს, რომ ისეთი ჭკვიანი ვიყო, როგორც დედა, იმიტომ რომ მე ხო ეს მითხეს, შენც ესეთი ჭკვიანი ხარ, ეს შეკითხვა არ არის. ეს არის მოთხოვნა ბავშვისთვის, რომ შენც ესეთი ჭკვიანი უნდა იყო, როგორც დედიკო. ნახე დედიკო, როგორი ჭკვიანია, ესე ითარგმნება. ხვდებით, ამიტომ არ არის სასიამოვნო აი ესეთი ის, რომ შენც ესეთი ჭკვიანი ხარ, შენც ისე ან არა, რატომ არის აუცილებელი ესეთი, ხო, რომ ან რაღაცაში შეიძლება ჭკვიანი იყოს, რაღაცაში არა, ხო? ნუ ჩაუდებთ, აი ამაზე მაქვს საუბარი, რომ შენ ჩემზე ჭკვიანი აუცილებლად უნდა იყოს. всё, მოვთხოვეთ, რომ მე რაც მივაღწიე, როგორ უნდა განისაზღვროს, როგორ უნდა შეფასდეს ეს, როგორ უნდა შეაფასოს ბავშვმა, რომ მე გავხდი თუ არა შენზე ჭკვიანი? უფრო წარმატებული გავხდი და ეს ამას ნიშნავს, თუ უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს და ამიტომ შემოდის, ხვდებით და ამიტომ თავის შფოთვა აქვს. ხვდები რომ აბა შემამოწმო რომ ის ჩემს მიმართ რაც მოთხოვნა იყო, დავაკმაყოფილე თუ არ დავაკმაყოფილე, ხო? და მათ შორის დედა ჩემსაც ვუთხრა, ეს რომ ნახე დედა მე რამდენი ინფორმაცია მაქვს ამის შესახებ, ნახე რა ჭკვიანი ვარ, ხო კარგია, ხო გავამართლე დაუშვათ იმ ჩემი ნათესავების და ასე შემდეგ იმედები. ხა ეს ცუდი კარგზე არ არის საუბარი, უბრალოდ არ გვინდა რომ რაღაცნაირად ზოგადად არ გვინდა ავტომატურად ექცევიან მშობლების ზეგავლენის ქვეშ, მათ შორის პროფესიულად, ხო? ხა ფსიქიატრია ჩემთან მაგალითად, რა თქმა უნდა, მოვიდა იქიდან რომ ჩემი მშობლები არიან ფსიქიატრები და მე გავიზარდე ამ რეალობაში, მაგრამ არც ერთ ჩემ მშობელს არ უთქვამთ ის რომ, აი, უნდა პირიქით მე რო ვაბარებდი სამედიცინოზე, ეუბნებოდნენ რომ, რავი, დაფიქრდი, გინდა ეს? არ გინდა ეს? რა ვიცი ხომ? იმიტომ რომ ვექცევით ისედაც ძალდატანების გარეშეც, როდესაც ავტორიტეტი ხართ თქვენი შვილისთვის, თქვენ მაინც ხართ უკვე გარკვეულწილად და ეს სწორება, ხო და მოდელი და მაგალითი და ამიტომ მივცეთ აქ მას თავისუფლება. მე ჩემი გზა გავიარე, ჩემი ვისწავლე. აი ესეთი არის, შენ აირჩიე კაცო, შენი, ხო, როგორიც შენ გინდა, ხო, რაც შენ გინდა, არ არის აუცილებელი რომ ის გიყვარდეს, რაც
მე მიყვარს. კი, არის ცდუნება რა, მაინც გვინდა ეხა. მე მაქვს ხოლმე ხანდახან მე არ მყავს ჯერ შვილები, მაგრამ ჩემს შვილებს წამოვალ. არ გინდა ექიმობა ან ასე კი რაღაც მე დამიჭერია ჩემს თავში. ისე უნდა ისწავლო, რომ ჩემნაირად არ იყო, უფრო მეტი უნდა ესეც მოთხოვნაა, დაანებეთ. არც იქითა მოთხოვნაა, აი, არც იქ ჩემნაირად არ იყო, ისე არ იყო. კაცო, ისე იყავი, როგორც იქნები, ნუ საზღვრავთ კიდე. აი ესე ოპ, უცებ რომ დააფიქსიროს, რომ თქვენნაირად არის, ჩავარდება სასწორკვეთაში. რატო? რა გინდათ, ხდებით? კი, აი ერთი შეკითხვა და მერე თქვენ. დედისთვის, მშობლებისთვის ხილული არაფერი პრობლემა არ აქვს. საჭირო არის თუ არა, ან თუ რეკომენდებულია რაღაც პერიოდულობით სპეციალისტი პროფილაქტიკური გასაკუთრება. არა, ეს მეორე სირთულეა კიდე ეს ჰიპერმზრუნველობა, ხო? და ესეც რაღაცაზე მეტყველებს. ესე იგი, შფოთვაა სადღაც. ან მშობელში, ან ხო, არა, რატომ უნდა დადგეს დაუშვათ ეს საკითხი, რომ არაფერი არ სჭირს დაუშვათ და იმიტომ რომ ნებისმიერ რეკომენდაციას მე რასაც მოგცემთ, თქვენც უნდა დააფიქრდეთ, რომ კაცო, ეს ადამიანი კი ეძლევა ამ რეკომენდაციას, მაგრამ მე მერგება, არ მერგება, იქნება და ახლა ყველა ჩემი რეკომენდაცია რაღაც ისეთი აბსოლუტური ჭეშმარიტება კი არ არის. შეიძლება საერთოდაც არ მიიღოთ და პირიქით მართალი იყოთ და შემედაოთ და მეც ვისწავლო, აუცილებლად ესეა, ხომ? მაგრამ ნახეთ თუ ბავშვს ხილული პრობლემა არ აქვს, ხვდებით სპეციალისტთან მისი მიყვანა ასეთ შემთხვევებში განაარყოფილა, ხვდებით? არის ხელოვნურად უკვე იმის შექმნა ნიადაგის, რომ და რა თქმა უნდა ამ შფოთვის გაჩენა. ხვდებით, პროფილაქტიკურად თქვენ უნდა იმუშაოთ სახლში, ხვდებით, მასწავლებლებმა სკოლაში, მწვრთნელებმა დარბაზებში. პროფილაქტიკა ეს არის. სპეციალისტი ერთვება პრობლემის დროს. სპეციალისტი ხა პროფილაქტიკურად მე თქვენ, აი ეს არის პროფილაქტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, თქვენ სწავლობთ, ნათლდებით, ეს არის პროფილაქტიკა. ხვდებით და არა ის რომ მივიყვანოთ და აი მაინც რა ვიცი წინასწარ მე რა ვიცი რა იქნება დავიწყოთ მკურნალობა. უბრალოდ გასაუბრება რომ რამე ხომ არ არის, რასაც მშობელი ვერ ხედავს და შეიძლება უფრო არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის ესეთი რეკომენდაცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამის შედეგი სასარგებლო შედეგი. არ არის ნაჩვენები, მაგრამ არასასარგებლო შედეგი ნაჩვენებია. ხვდებით? და ამიტომ ასეთი რეკომენდაცია რომ მოდი შევამოწმოთ, რომ რაღაცას ვერ ვხედავ, რა თქმა უნდა, რაღაცას ვერ დაინახავთ. ესეც უნდა იყოს, ეს არის ცხოვრება ჩვეულებრივ. ყველაფერს ვერ დააზღვევთ, რომ ყველაფერი და ამიტომ გეუბნებით, რომ ასწავლეთ კაცო ბავშვსაც იცით, რომ მიხვდეს თუ თვითონ ცუდად არის, რომ ცუდად ვარ. ხომ? აი ეს ასწავლეთ, რომ თვითონ შეიძლება თქვენ ვერ დაინახოთ, მაგრამ მიხვდეს. ისეთ გარემოში იყოს და ისეთი მეგობრები ყავდეს სასურველია, რა თქმა უნდა, რომელიც თვითონ თუ ვერ ის მიხვდებიან, ხო, რომ რაღაცა პრობლემა არის. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ამბავია. სპეციალისტი დამიჯერეთ, ახლა ჩვენ რამე ის კი არა გვაქვს უნარი, რომ შევხედავ და მე ყველაფერს ვხედავ და თვალში არა, ჩემო კარგო, ჩვენ ბავშვის მოყოლით, მშობლის მოყოლით, აი ამ ანალიზით და ჩემი ცოდნით ვადგენ აი ამ პრობლემებს, ხვდებით? სხვა არაფრით და ახლა როცა არც ერთი მე არ მაქვს პრობლემა, იმას არ აქვს პრობლემა და აბა კარგად დამაკვირდი, ასე დაждებული ზედ ვერ დავადგეთ. დიახ. თუ შეიძლება ადამიანმა თავისი ენერგეტიკული, დაბალი ენერგეტიკული მაჩვენებელი რამენერად გაზარდოს საერთოდ. რა გითხრათ, აბა ადამიანის ბუნება და ტემპერამენტი ესე ჩვენს ნებას არ ექვემდებარება რომ შეიცვალოს. არის რაღაცა, რაც არის მოცემულობა, როგორც ინტელექტუალური რესურსი არის რაღაცა ზღვრული და ვამბობთ ჩვენ ამას რომ კი, რა თქმა უნდა, ბევრი შრომით, მუშაობით შეიძლება რაღაცა მცირედი მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ. ან პირიქით ხელმშობლობით ეს მაჩვენებელი დავწიოთ, ხო? სუფთა ინტელექტის მაჩვენებელს გულისხმობ, ხო? მაგრამ ძირეულად ამას ვერ შევცვლით. რაც არ უნდა ბავშვმა სკოლაში არიაროს, ხვდებით, როდესაც ინტელექტის კვლევაზე ან ჩემთან მოდის ბავშვი, ხვდებით, ინტელექტუალური რესურსი არ არის დასწავლი, მხოლოდ ცოდნის და ერუდირების საკითხი. ხომ, არამედ სხვა არის, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის დამოკიდებული რამდენი წიგნი აქვს ან რა გაკვეთილი აქვს ნასწავლი კარგად. კი, მცირედად, რა თქმა უნდა, აი ამ ცოდნის გაფართოება გაძლევს ამის უკეთესად და უფრო სხარტად აძლევ რაღაცა პასუხს
გამოსავალს უფრო მარტივად ღებულობ, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ცვლის. ასე არის ადამიანის ტემპერამენტით. შეიძლება რაღაცა საშუალებებით თქვენ რაღაცა უკეთესად ნახოთ, სად დაზოგოთ, რომ მე აქ უფრო მეტი მოახმაროთ, მაგრამ აი პრინციპულად როგორც მე ახლა ესე ვერ ავდგები და უმშვიდესი და პირში წყალჩაგუბებული ვერ ვიქნები ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყანაზე. ისე ადამიანი, რომელსაც ტემპერამენტულად უფრო ფლეგმატური, დაბალ ენერგეტიკული, მელანქოლიური ტემპერამენტი აქვს, ის ესე რაც არ უნდა ვემუშაო, დაუშვათ და რაც არ უნდა იმუშაოს თვითონ, ესეთ კარდინალურ ცვლილებას, რა თქმა უნდა, ვერ განიცდის. ან ჩვენ გვაქვს ესეთი წესი სკოლიდან რომ მოდის 1 საათით ტელეფონთან ერთად ისვენებს. მერე სწავლობს გაკვეთილებს, ნუ და მიდის წრეებზე და ნუ შემდეგ რო მორჩება გაკვეთილებს, ისევ შეუძლია დაძინებამდე, რომელიც 10-დან 11-9-მდეა, ტელეფონი გამოიყენოს. თუ მოხდა ისე, რომ რაღაცა ფეხბურთის თამაში ჩაუნიშნეს წეკვას დაემთხვა და ხვდება, რომ გაკვეთილების სწავლას დაძინებამდე ასწრებს, მაგრამ ტელეფონთან ურთიერთობის რო ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან ცოტა, ნუ აი სასწაულად ჯერ ხონეროულობს, მერე აგრესიული ხდება. ანუ ამ სიტუაციაში აი რა შემიძლია რომ გავაკეთო? ძირითადად სულ ვცდილობ რომ დავამშვიდო და მე რა ვუთხრა რომ გადავწიოთ დრო და ცოტა მოგწევს. მათ შორის ეს ჩანიშვნა ეს იქნება ფეხბურთი თუ ეს ის რაღაცის გამო დაირღვა ეს თქვენი წესი, ხო, რაღაცა რუტინა. ეს დარღვევა შეთანხმებული იქნა, იცოდა მან, რომ აი ნახე სამშაბათი რთული დღეა და სამშაბათის, უფრო სწორად, ორშაბათს სამშაბათისთვის ბევრი გაკვეთილები რო აქვს სასწავლე, ფეხბურთიც აქვს და თუ კიდე რაღაცა დამატებით გასვლა დაემთხვა, იცის რომ ანუ რთული დღე და ამას წინასწარაც განიცდის. ხო, აი ეს შეთანხმება, ნახეთ თქვენ ნებისმიერ სიტუაციად, ნახეთ რატო გაქვთ კარგად აწყობილი აი ეს სქემა. იმიტომ რომ წინასწარ ხართ შეთანხმებული და ორივე თანხმებით. ხო, ორივე თანხმდებით. აი თუ ორივე რაღაცაზე ვერ თანხმდებით, მაშინ იქნება სირთულე, ხვდებით? იმიტომ რომ თქვენ იმ მომენტში ამბობთ, რომ უნდა იმეცადინო, იმიტომ რომ ეს არის პრიორიტეტი და ის ამბობს, რომ მე უნდა დავისვენო, იმიტომ რომ ეს მინდა. ხვდებით ტელეფონი. აი ამაში ვერ თანხმდებით. აუცილებლად უნდა მოძებნოთ რაღაცა კომპრომისული გამოსავალი აი ამ სიტუაციაში. მათ შორის აი ის თუ ესე ჯერ ესეთი ყველანაირად უნდა შეეცადოთ, რომ ასწავლოთ ბავშვს ცოტა მოქნილობა. ხვდებით, იმიტომ რომ და ამისათვის აუცილებლად გირჩევთ, რომ აი ესეთი ხისტი რეგლამენტები არ შეიტანოთ, ხვდებით? მაგალითად, გადახედა ესე წიგნს და ნახა რომ ორი გვერდია სასაკითხი და უკვე გადაწყვიტა რომ ვერ ისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ კარგად სწავლობს და რეპუტაციითაც კარგად სარგებლობს სკოლაში და მეგობრებშიც. მაგრამ აი ეს რომ განსაზღვრა რომ ეხლა მე რომ ამ ორ გვერდს წავიკითხავ და მე ძალიან ცოტა დრო დამრჩება ტელეფონთან საურთიერთოდ, უკვე ნერვიულობს. უკვე იმ დროსაც კარგავს, რაც შეიძლება რომ გამოიყენოს. ვეუბნები რომ ნუ ნერვიულობ, მოდი არ გვინდა ნერვიულობა, ისე თუ გინდა ეხლა აიღე ტელეფონი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ სიტუაციაშიც აი მოქნილობა უნდა ისწავლოს ბავშვმა ძალიან, იმიტომ რომ რასაც თქვენ ყვებით, ნახეთ თვითონაც ძალიან არის მიჯაჭვული აი ამ ხისტ წესებზე. ზოგადად უნდა ისწავლოს მოქნილობა, იმიტომ რომ ყოველთვის წესი ისე არ წავა. ეხლა ჩვენ უნდა მორჩენილიყავით, მე მგონი 1 საათით ადრე და ჩვენ აქ ღამეს ვათენებთ, მაგრამ ვერ გებით ხო ამას. მათ შორის ნახეთ მე ესეთ რჩევას მოგცემთ, რომ თვითონ აიღოს ეს პასუხისმგებლობა. ნახეთ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხომ არ არის სისტემატიურად, ეს ხომ არ არის რაღაცა სულ თქვენს რეალობაში. ამიტომ აიღოს, ნახეთ თქვენ უთხარით თქვენ შულს რომ თუ არ ისწავლი, უსწავლელი იქნები, ხო? კონკრეტული საგნის მიმართ. ანუ წახვალ მოუმზადებელი გაკვეთილით, ხო? შესაბამისად იქ საყვედურს მიიღებ თუ ორიანს მიიღებ, ეს შენი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ შენ არჩევანი გააკეთე რაღაცა. აირჩიოს მანაც, ხო? რომ მე მირჩევნია ვითამაშო. ოღონდ ნახეთ, აი ნახეთ, ამის მერე ხშირად რა ის არის, როგორი ვაჭრობა არის. არ წავალ საერთოდ სკოლაში. ნახე ხო ვერ ვიმეცადინე მე და მოდი არ წავალ. აი ეს შეთანხმება არ უნდა იდოს. ნახეთ კომპრომისზე თქვენ რას ეუბნებით, შენ აირჩიე. მაგრამ პასუხისმგებლობაც აიღე ამაზე რაც გააკეთე. ხომ რა მოხდა დაუშვათ მე აქ დიდ კატასტროფას ვერ ვხედავ, თუ კი ბავშვმა რაღაც მომენტში თქვა რომ მე
არ მინდა რომ ვიმეცადინო და მინდა რომ დავუშვათ გავერთო, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, კაცო, თვითონ ის მათ შორის ის შედეგი, რომელიც მას შეიძლება ძალიან არ ესიამოვნოს, ხო, რომ საყვედური მისცენ, რაღაცა მიიღოს და სრულ კომფორტს ნახეთ, აი ამას ნუ შეუქმნით, რომ კარგი, მოდი, აიღე ტელეფონი, თან ხვალ არ წახვიდე სკოლაში და კიდევ შემდეგ იმაში. ორჯერ გამიკეთები, ანუ სკოლაში არ წახვიდე. ერთი-ორჯერ იყო ესეთი სიტუაცია, კარგი, რადგან ესე ნერვი. არა, უნდა წავიდეს, ნახეთ, რადგან ესე ნერვიულობს, არ არის, როგორ ნერვიულობს, რა მოხდება ამ ნერვიულობით, კი, მაგრამ არასოდეს აი ძალიან განიცდის. რასგანი რა მოხდება? აი ზუსტად მაგას ვიტყვი, ძალიან განიცდის და ლაპარაკი მიდის, იცით, რომ აი ყველაზე უბედური ვარ. მანიპულაცია აუცილებლად, კაცო. აუცილებლად, კაცო, უბედური და მე მოდის, მე გეტყვით, კაცო. ჯერ უბედურია და მე მუცელის ტკივა აუცილებლად. ნახეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ უნდა იყოთ არა რაღაც დესპოტური, რაღაც იმისი სპარტანული მეთოდი, მაგრამ პრინციპული იყავით, კაცო, ხო? ანუ თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის, ახლა იმ უცებ ესე სასწაულებრივად ადამიანი არ უბედურდება, ხო? უბრალოდ მისი აღქმა იმ მომენტში ის რომ მიაღწიოს რაღაცა მისად, მათ შორის გვერდი აუაროს რაღაც პრობლემას, ხო? ანუ პრობლემის პასუხისგებლობა კი არა იყოს, მოდი დედას მივცემ ახლა. ამ პასუხისგებლობა იმანი ნერვიულოს და ირო წავა იქ ლექციაზე, იმანი კითხოს ახლა, რომ რა გავაკეთო და რა არ გავაკეთო და მე აქ დაუშვათ. ვეტყვი რომ გეხვეწები არ წავალ, გეხვეწები დაურეკე მშობელ იმას მასწავლებელს რომ არ მოვალ, იმასაც კი არ გავაკეთებ. არ იფიქროთ რომ ახლა მე ძალიან მომხრე ვარ რომ ბავშვმა სკოლა გააცდინოს ან შატალოზე წავიდეს, მაგრამ უკიდურესად წინააღმდეგი ვარ იმისი და საერთოდ მარაზმი არის ის რომ მშობელს ეუბნება რომ დღეს შატალოზე მივდივარ და გთხოვ მასწავლებელს დაურეკე. ან იცოდე რომ ეს საერთოდ გაუგებარია, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ხო? ანუ არც ბავშვი არ იღებს თავის იმაზე შეცდომაზე, ხო? არ არის სწორი საქციელი, მისაღების საქციელი არ არის შატალოზე წასვლა, მაგრამ თუ აკეთებ ამას, ხო? რაღაცას ხო ჩვენ ხო ვთქვით რომ შეცდომა მოგვივა, შეიძლება დავაშავო ცხოვრება, უნდა აისწავლოს ადამიანმა რომ ამაზე პასუხისმგებელიც უნდა იყოს, ხო? შენ თუ აირჩიე რომ ეს დრო, რომელიც გქონდა ან სწავლისთვის, ან თამაშისთვის და შენ აირჩიე თამაშისთვის, ამას თავის შედეგები მოყვება. და ამაზე მე კი არ ვიქნები პასუხისმგებელი, კაცო, შენ ხარ პასუხისმგებელი, იმიტომ რომ შენი სასწავლია ეს, ჩემი სასწავლი არ არის. მე რატომ ავალებ ამას, რომ მასწავლებელს უთხრა დაურეკო, იქ მოვიტყუო, დაუშვათ, რომ შენ ავად ხარ, მუცელი ტკივა და ასე შემდეგ. და მათ შორის ახლა არც ისეთი ბითური არ ვარ, ხო, რომ უცებ უბედური გახდე, მუცელი აქტივდეს, ის აქტივდეს, ესეთი სულელიც არ ვარ, რომ ეს დავიჯერო, ხო? ამიტომ აუცილებლად კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო მეტად აი ამ პროცესში თვითონაც ცოტა მოქნილები გახდებიან მე და ისწავლის რომ როგორ მოახდინოს ლავირება, ისე რომ არ დაზარალდეს თვითონ და თან სასურველიც გააკეთოს. თან ითამაშოს, მაგრამ თან ეყოს ეს არ ვიცი რა დავარქვა ამას, ხო, პასუხისმგებლობა უფრო, რომ წავიდეს იქ და სკოლა არ გააცდინოს ამის გამო. ამიტომ აი კომპრომისი ესეც არის. მას ააღებინეთ პასუხისმგებლობა ამაზე. მე სულ ვსწავლობ, აი ვიღაცები სულ არ სწავლობენ და მეც სულ არ ვსწავლობ. კი ბატონო, კაცო. რა პრობლემაა მე? კი ბატონო, კაცო. მეც უთხარი, რამოდენიმეჯერ გავუშვი, მაგრამ მოხშირდა, გახშირდა ეგეთი სიტუაციები. მე რა ჩათვალა, მე რა დღეს არ ვიცი, ხოლმე არ მეწოდინებო. კი ბატონო, კაცო, და ძალით თქვენ ასწავლთ, თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ძალით ასწავლით? და ძალით ვერ ასწავლით, უნდა აიღოს მათ შორის. მე ნახეთ, თუ მასწავლებელიც იქ რომ კარგი, შენ ისედაც კარგი ბავშვი ხარ, კარგი, შენ ისედაც ბავშვი, ესე იგი მე-5 კლასიდან ბავშვი იწყებს არევას, მე-12 კლასამდე კარგი, შენ კაი ბავშვი ხარ და რითი არის, კაცო, კარგი ბავშვი, თუ სულ 5 წლის განმავლობაში არ სწავლობს, ეს გაუგებარია, ხო? ახლა აქ უნდა ჩაერთოს ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. იმანაც კაი, ერთხელ მოვიდა ბავშვი, არ ჩვევია. ხო, ეს უსწავლელობა მოვიდა, კი ბატონო, სხვანაირად 10-ჯერ რომ მოვიდა, მე-10-ჯერაც იგივე რეაქცია უნდა მქონდეს. ხო, ანუ მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეს, რომ მე-10-ჯერ სხვანაირი რეაქცია ჰქონდეს. მათ შორის თქვენ დაგიბაროთ უკვე და აი ამ სიტუაციას და გითხრას და თქვენ ნახეთ რა შეუბნებით, რომ აქ უკვე ჩემი პასუხისმგებლობა შემოვიდა. ნახე ის მასწავლებელი ჩემთან მოვიდა და მე მისაყვედურა. ხო, აქ უკვე თქვენ ერთვებით, ოღონდ თქვენი ნებით კი არა, რომ მოდი მე შენ შეგიმსუბუქო ის. არამედ იმ ადამიანმა დამირეკა მე და მითხრა, რომ რაშია საქმე. ხო, რაღაცაში არის საქმე და მაშინ მოდი განვიხილოთ, ესე იგი ეს უკვე სერიოზული საკითხია რა. აქ უკვე ჩემი პასუხი, როგორც მშობელი, იმიტომ რომ შენ 11 წლის ხარ და მე ვარ შენზე პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არა, რომ მოდი ახლა ჩავიქნიოთ ხელი. მე ხვდით, მიყევით ამას და მათ შორის ეს მასწავლებლებსაც უთხარით რა.
გავაკეთოთ თუ თქვენ თანახმა იქნებით და ასეთი ინტერესი არის ესეთ შემთხვევებში შეგვიძლია ვისაუბროთ და უთხრათ ჩვენს მეგობრებს რომ აი ესეთი წმინდად კითხვა პასუხის თქვენი შემთხვევებიც ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვის. დიდი მადლობა გაძლებისთვის.